უმარჯოს ჩვენს მაყურებელს. და მეგობრებო, მისაყოლებელი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი დაგიბრუნდით და დღეს პირველად ჩვენს პოდკასტში სტუმრად გვყავს სვანი. მართლა იზახი. ჩემი აზრით ის. ჩვენ გენდერულად არ მასწავლებთ ხალხს. ქალის. არა, გენდერულად ხალხს არ მასწავლებთ ლალის თხოვნით და ასე რომ ერთი წამი, ანუ ქალი გინდოდათ რო გეთქვა? არა, სვანი. მართლა. ნანკა გვარი. ჩემი გვარი არასდროს ყოფილა. არა, ხო და აი ხა როგორ ულამაზო იქნებოდა რომ პირველად სტუმრად გვყავს ქალი. აი, მე რა. ქალი კაცი, რამ გაყო? გენდერული თანასწორობა. ალაბაზი, ოღონდ აი ეს რაც ულამაზესი. როგორ ახარ? კარგად, თქვენ როგორ ხართ? დიდი მადლობა რომ გვეწვიეს სტუმრად და მოხვედით ჩვენს პოდკასტში და იმედია რომ ძალიან კარგ დროს გავატარებთ და მაყურებელთან ერთად გავერთობით დავლევთ გუნდიშა როგორც ყოველთვის მიკროფონი აქვს გადაგდებული ხახაში და დავიწყოთ ჩვენი პოდკასტი. სვანი ხარ გეწყინა სვანი რაღაც ისე აღიქვი რომ ყველა ანეკდოტის არა, უნდა მოეგინებინე. არა, მაგრამ რო არ გეთქვა ნუ ვახრაშუნებთ ანუ ხომ მაგრამ გაგუშწორდება და მე ყურსასმენებში ერთ ძალიან ძერს კი რო უყურებდა რო უსმენ. არავის არ დაუწერია. არავის არ დაუწერია კომენტარებში რომ ნუ ჭამთ ჩიპსო. ჩიპსი არ გადაცემაში შემოდა. გამარჯობა შენი. არა, ის არის რა ჩვენ ჭამთ ხოლმე სულ. ნუ თან მე მართლა დამოკიდებული ვარ ჩიპსზე. შეგვიძლია დამოკიდებულებაზეც ვისაუბროთ. აუცილებლად. აქვე რომ ჩიპსი ლუდისა არის ჩვენი წარმდგენი, მაგიტო გვაქვს εν რაოდენობით ჩიპსი და რამდენიც გაგიხარდება შეგიძლია მიირთვა და ასევე ჩვენი მეგობარი კომპანია ბავარია, ლუდი, ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია, რომელიც ასევე εν რაოდენობით შეგვიძლია ძალიან მიხარია. ნუ შენ როგორც მივხვდი, ალკოჰოლთან მაინდა-მაინც არ მეგობრობ. რითი არის გამოწვეული ეს შენი არ მეგობრობა ალკოჰოლთან? არ მიხდება სიმთვრალე. ჭედავ. აი მაგას ვინც ამბობს ჩემი აზრით კაი სიმთვრალე აქვს ხოლმე და წაში. შეიძლება, ანუ ხვდება ადამიანი რომ მოგონებებია ხოლმე ეგ რა. რომ ვიღაც რაღაც გადავარტყი თავში. მოგონებების შექმნა შემიძლია. მაგრამ აი არ ვიცი რამდენად. რამე მოყავის სიმთვრალეში რა გააფუჭე და რატო არ გიხდება, ანუ რის გამო გადაწყვიტე ეგ? არი ჩხუბობ და რაღაცებს ვაკეთებ. აი გოგო, ჩემი მეგობრები, აი გოგოებს მაგალითად აი ვიღაცა ბიჭი ვთქვათ ხრით თუ გაედო შეიძლება მე შენ გოგოს რაღაც აი საშინელება რა. ძალიან კაია რა გინდა, სამაგიეროდ არ უთმობ არავის არაფერს, ეგრე უნდა იყოს. არა ხო, და თან აი ვეძებ, გაიგე? შარზე ხარ. შარზე ხარ, მეორე საკითხი ახლა თუ დააშავა და სვანი ვარ, რომელსაც ჯანგბადი ტვინში არ მიეწოდება წარმოიდგინე და რო სვავ საერთოდ საშინელება ხდება, რა გაუგებრობა ხდება აქ წარმოიდგინე. სამწუხაროდ. ხო, ამიტომ ანუ ძალიან სვანი ხარ? ვთქვი, ეტაპებად არა, ეს სვანი და სვანი. არა, ბიჭო, ნახე. სვანები არიან ძალიან ფიცხები, მაგას გულისხმობ რა, ძალიან ფიცხი ხალხია და ძალიან ისეთი. აი ძალიან სვანის მერე რა მოდის? ძალიან სვანის მერე მოდის სიყვარული. სვანების მიმართ. ჩემგან პირადად. სვანის მერე კონდიციონერი ჩართდა ცოტა დაუწერეთ. არა, ხო, ანუ იმას ვამბობ რა, ძალიან ფიცხები არიან სვანები, მაგითი არიან ცნობილები, ხო, ფაქტია ეგ. ანუ ცუდი არ მithქოს არაფერი. თავია რაღაცა აფექტურები არიან. და არიან თან რადიკალურად აფექტურები ვართ. ეგრე უნდა თქვა. ნუ არიან რა. ეხა ყვებოდა რომ როსვალო მე აფექტურები ისინი არიან. და თან რადიკალურად ეცვლებათ, აი კონტრასტულად ხასიათი ძალიან მარტივად. აი შეიძლება შენმა ელემენტარულმა რაღაცა სხეულის მოძრაობა მიმდენად გააღიზიანოს და შეურაცხყოფილად აგრძნობინოს თავი, რომ ეგრევე წამოდგეს, მაგრამ მე ეგ არ მჭირს. არა ხო? არა. შეიძლება რომ ვიმოძრაოთ. რამე სვანური სიტყვა იცი? მუხბე. მუხბე მე ყველა ბოდიში ხმის გამორთვა და მოვიწყდა ტელეფონზე უკაცრავად მუხბე ყველა მიცის. მუხბე ყველა მიცის, მაგრამ სვანური არ ვიცი. მაგრამ არის ესე იგი. მუხბე არის რაღაცა იმის სტილში, ხო? ძმაო, თუ პირდაპირ ეგრე ითამაშა. ძმაო. ხო, მუხბე. დღეისათვის სულ ეს იყო, შეგვიძლია დავიშალოთ, ეგ გვაინტერესებდა მხოლოდ. მაგაზე ქონა აწყობილი რომ სვანური უნდა გწოდნოდა რა და სამწუხაროდ არის თელი გადაცემა მაგის იმედზე ვიყავით რა. მაგრამ
ეს რა თქმა უნდა ხუმრობით დღეს აღმოვაჩინეთ სხვათა შორის ჩვენი პროდიუსერი ლალის არცოდნია ჩვენ პროდიუსერ ლალის არცოდნია რომ შენ ხარ მომღერალი კარგად ვღერიო ლალი მეკითხები ხო და აბა იმღერეო ანუ ეგ რაღაც ინახავთ ხალხო მაგარ ბულინგს გავდივარ ხალხო რაც აქ მოვედი არა მე მომისმენია შენი სიმღერები და ძალიან კარგი იყო ძალიან კარგი სმენა და ხმა გაქვს სხვათა შორის მომღერლის გარდა ძალიან პუნქტუალური ადამიანია რო იცოდი ისე გადაცემა უნდა ეს ლალის ბრალია ლალის მე ვუთხარი რომ თქვენ კი ბატონო მიდით ამად ამ დროს მაგრამ მე ამად ამ დროს მოვა თქვა არ იყო ლალი ეგრე ლალი დაიც მართლა ეგრე იყო ეს აქ სისხლი დაიღურება გადაცემის მომენტში რას მოგვიყევი რომ იგვიანებსო ანუ ეგ იყო სიცრუე ეგ ამბავი რომ მე რომელზე მოვალ იცოდა 2 დღის წინ Короче, ლალი ყოფილა საცემი, როგორც აღმოჩნდა მეგობრებო და არაფერ შუაში არ ყოფილ ხარ შენ. ლალი, შენ ხარ ნამდვილი ქალი. გოგოები გაძეცხნიან გადაცემის მერე ერთმანეთს. ანუ თურმე ადამიანს უთქვამს, რომ ამ დროს მოვალ და ლალი დაგვიბარა. ზუსტად იმ დროს მოვედი, როცა თქვენ მოკლეთ რა. საშინლად პუნქტუალური ვარ, ეგ მართლა მახასიათებს. გამარჯობა შენი. ლალი ყოფილა უნამუსო ქალბატონი. აი, რა პროფესიის ხარ და რა საქმეა პოზოგოდეთ ვიცით ეგ მომღერალი ხარ? ეხა დაიწყე. არა, კაი ხანია დაიწყე. მომღერალი მსახიობი, პოდკასტები და რაღაცები. კი, უკვე 9 თვეში შევედი. კინოლოგი კიდე? კინოლოგი მიწევს უკვე რომ ვიყო ხო, იმდენი ცხოველი მყავს. კატების ხო? ძაღლები, კატა 4 ძაღლი. 4 კატა ძაღლი? ბევრი მახსოვდა უფრო. 8 მყავდა აქამდე ძაღლი. სწორად მახსოვდა. ხო. ხო ძაღლის გასეირნება არ გინდა? ბიჭო, ეს ვენტურასავით იქნება რომ დადის და ეცოდა ხოთიან უკვე რაღაცა. ხო, ეხა 3 ძაღლით დავდივარ და ერთი იჩაგრება ხოლმე, მერე გადის რასასწავლო. მომისმინე და ანუ ეზოიანის სახლი გაქვს და რამე კი, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ლოგინში უყურს ყველას. ოკეი, გასაგები. ანუ მე კორპუსის ბინაში საერთოდ ვერ წარმომიდგენია რომ ცხოვრები მყავდეს. მაგრამ აი კატებიც როგორ არიან, იცი, აი მთელ უბანში არიან ჩემი კატები. მიმოფანტულები. და ის საღამოს საჭმელად მოდიან. საღამოს სახლში შემოდიან რა. ის გააქვს სისტემები, რომ აი ეხა დაყრის ყნუტებს. ეგ გადავიარე. და გასაჩუქრები. არა, დაგინდა რა არ მოგეწონა. არა, დედას ზუსტად. აუ, ეხა დაყრის ეს კნუტებს. აი ეს განცდა მახსოვს, იმიტომ რომ მე კატები რომ მოვიყვანე, არ ვიცოდი. მეგონა რომ ძაღლებივით ხდება, რომ რაღაცა უნდა წაიყვანო და ჯერ უნდა კონდეთ ის ქალური პერიოდი და მე ხდება. თურმე კატას შეუძლია რომ 6 თვის როცა არის, მაშინაც დაარსულდეს და იქ რაღაცები იჩალიჩოს და. ხო, მე არ ვიცოდი. კნუტ თურმე კაი კითხვა დავისვამს. მეც არ ვიცოდი და აღმოჩნდა უცებ რომ ჩემი აი ეს კნუტები ყველა ორსულად არიან. ეს იცი რა იყო? ეს იყო კატასტროფა. გაჩუქების ვარიანტები როგორ იყო? ნუ აი ძლივს შევტენე რა ხალხს მართლა. ხო, მაგრამ ინსტაგრამზე ბევრი გამომწერი ყავს, ხო? რამდენი ყავს? 20,000. 18. ნუ აი ისე დამიქნია თავი, გეგონება ცოტა იყო. არა, ანუ მე ყავს და მარია მაგრამ ჩვენ ყავს ერთი მეგობარი, რომელიც გაჩუქებაში, ცხოველების გაჩუქებაში არის ექსპერტი და ხო, შეგიძლია მას თხოვო და ჩვენი ლაივიდან გააჩუქა უკვე ერთი ძაღლი. ძალიან წარმატებულად. კაი ხელში ჩავარდა. შეგვიძლიათ მართლა? დაგაკავშირებთ და მოგვარდით არის რა თანხებს ითხოვს მაგრამ თანხებზე ესაა მაგრამ მართლა გააჩუქა ჩვენი ლაივი ხო და მაგ მომენტში ინსტაგრამი არ დაგეხმარა მაგრამ ბოლოში გაჩუქებაში რო აი კატები გუნტები მყავს აი ძალიან ბევრი რო გწერს ხო იცი რო აი ვიჩუქებდა რა ხნისაა და რა სქესი აქვს და ეგედე მაგანია და ბოლოს ჭორაობა უნდათ რა თან ყველა ბიჭია უბრალოდ მოწ აჰა გასაგებია თორე გოგოებს პასუხობ რამდენად ხდება რა აი ეს ძაღლები კატები რაღაცა და როგორც ვიცი არ არის ხა მარტივი ისე იქ მიიყვანე რა ქვია ვეტერინარი ჭირდებათ ხან საჭმელი ძირითადად მე მყავს სუპერ ვეტერინარი რომელიც მრავალ შვილიან მარტო ხელა დედას მეძახის. მაგრამ ყველაფერზე მაქვს აბსოლუტურად ფასდაკლება რა. თან ძალიან დიდი. და მაგრამ თუ გინდა გაარეკლამე აქვე თქვი სადაც არის ეგ და არა მე ბუნება იზი და დათო და გიორგი. მე თქვენ მიყვარ ხარ. ხო მაგრამ ნახე აი კიპარწყილი აი ამ ყველაფრის წამლები. აი ეს პერიოდი რომ მოდის მეზიზღება. ძალიან ძვირი ჯდება რა. ეგ რა პერიოდია? კიდე კორმი. აი გაზაფხულიდან იწყება და მთავრდება შემოდგომის ბოლოს რა. მაინც რო ვიცოდე იქნებოდა ეს მეც მყავდეს
ცხოველი შინაური. ნუ ეზოს გარეშე მე ვფიქრობ რომ საერთოდ მყავდეს. ანუ შენ თქვენ არც ერთს არ ყავთ ცხოველი და ამ ხელა ინტერესი რატო გაქვს ჩემი ცხოველების მყავდა ძალიან ანუ მე სოფელში ყავდა სოფელში ყავდა ლაბრადორი ხა ყველას ყავდა ძალიან არა ლაბრადორი ძროხაც ყავდა დარწმუნებული გამარჯობა შენ ძროხა ყავს ძროხა მყავდა 2 ერთი მეწველი და მეორე უბრალოდ რა ქვია მაგას არა მეწველი მე მყავდა ძალიან დიდი მეცხვარე მყავდა და უბრალოდ შეუძლებელი იყო იტალიური ეზოში ცხოვრობ და იქ პროსტა შანსი არ იყო. იმიტომ რომ ეზოზე აგრესიული იყო. ხო. ბოლოს მომიტო მაგის მერე გადა. იყო შეჭება ვერავი ვერ შემოვდიოდი ჩვენ და სახლში. გეჭირა ეს ხელით და შევიპარებ ფოტოში. გამოსვლის დრო რო იყო ისე ვეჭირა და მოვიპარებ. და წაიყვანე? ცხვარში. გაუშვით იქ. სადაც მისი სახლი არის რეალურად, სწორედ ძალიან ცოდო იყო. მეცხვარე ძაღლი უნდა იყოს ცხვარში. მე ცოტა პატარა ვიყავი. რომ მითხრე ძალიან მომეწონა ეს იდე პატარა რო ყავს ნანახი მეცხვარი ხო ის ფუმფულა საყვარელი რო არის რაღაცა. გამისწორდა მეთქე რომ გაიზარდა და ამხელა გაიჩითა, მე უკვე ძნელი გახდა. შენთვის რამდენად მისაღებია რომ ეგ ცხოველები, ანუ ზოგი ხო ყავს? ჩინხუა ხომ რაკნას? ჩინხუა არ არის, ჩინხუა. არ ვიცი რაც მე ლაჟი. ჩინხუა უნდა იჭდეს ჩანთაში. ხო, ეგენი არ მევასება მე რა, საერთოდ ძაღლი არ არის. კლაჩის ისინი რო არიან. ნერვოზიანი ძაღლები. აი ხო რაღაც. ხო. მე ყველაზე მე ექჩუაკები. რას მეკითხებოდი შენი აზრითო? ხო, ანუ ყველას გიორგი. დაიმახსოვრე და აუცილებლად გაქვევინებთ ერთ-ორ დღეში მაგას. ის მოგიბრუნდებით ერთი. ზოგს აქვს ის მომენტი, რომ ანუ ძაღლი ჩაიხო და დაიძინა ძაღლთან ერთად გაიღვიძა და ზოგს რომ აი მარტო ეზოში უნდა იყოს ძაღლი. შენ როგორ ხარ მაგამ ბავშვი? მივხვდი რომ აშკარად ლოგინში დაწოლა უყვარსო ყველასო ეგ რო თქვი გამიგე მაგრამ ცხოვრებაში პირველად ეთახმები თუ არა იმ მომენტს რა აი მარტო ეზოში და სახში რა უშვები არა შემთხვევაში არა აი ეს რაღაცა კავშირი თუ ემოციური არ არის შენსა და ცხოველს შორის სხვა შემთხვევაში აი სასტავი თქვენგან არ შეიკრიბება აი როგორ რა გიხსნა აი რაღაცა ერთობა ვერ გექნება ცხოველები გიყვარს ვაფშე ხო ზოგადად ისე ყველანაირ ყველა ტურას რომ მიანათებს შეშდება ტურას რომ მიანათებ დიდი თუ ჭკვიანი ტურა ის არ გამოჩნდება. არა ვაფშე. და მარტო არ არის არასდროს ალყაში იმას გიშვებიან რა და ერთმანეთს სიგნალებს გადასცემენ. მე და ჩემი ძაღლი ყოფილვართ ტურების ალყაში. ახლა? აუ რომ მგონი ვიცი. ბიოლოგიური განათლება ხო არ გაქვს რაღაც ზოოლოგია გეოსწავლასათო? არა, მე ვასწება ეს ყველაფერი და რა ყავს ეს ამდენი ტურები ალყაში გარყავენ და იქით განათებენ. მართლა მაგ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით. აუ რა საინჟინელება აჩი. თემო დისტანციაზე რა. თემონი ქაბაძე ყავდა სტუმრად. გვიმტკიცებდა რომ ტურას რომ მიანათებ თვალებშიო შეშდება. კი. ჩემი ძაღლები შეშდებიან თუ შეშდები შენ ხო იცი? ეგეთი თამაში გვაქვს. გაშეშობანა. ესე ჩაოლებოთ მე და უცებ ამას ვაკეთებ და ეგრე აკეთებ და მე ესე ვაკეთებ და ეგრე აკეთებ. და აი ალბათ გვერდიდან ძალიან უცნაური დასანახები ვართ, მაგრამ მოგწონს ეგ. ნუ შენ არ მოიწყენ ხო სახში ერთობი მაგრა ძალიან. არ ვიტყენ. აუ მაგრამ როგორ ტოვებ ხოლმე მარტო ზაღლებს? მარტო არ არიან შეჩემ. ერთმანეთს ხო, 9 თუ რამდენი გამოდის? 3-3-ზე ხო ეგრე. მარტოებს ესე არა. სახში რო ბრუნდები როგორი სიტუაცია ხდება ხოლმე ანუ ზაღლებს. თითქოს ერთი თვე მივლინებაში ვიყავი. ყოველ დღე ეგრე აი ესე მოხდებიან. ვა. რთულია ცხოვრება, როდესაც ბევრი ძაღლი ყავს ადამიანს და კატა. ხო, ძალიან ისიც ის. გამხელა პასუხისგებლობაა წარმოიდგინე. გარდა პასუხისგებლობისა, ვერსად ვერ მიტყვი ხო? ხო, შვებულება და ის რო გინდა. მაგრამ აი ხო რაღაცა ისინი არის სასტუმროები ცხოველებისთვის რაღაც ეგეთ რაღაც არ ქვია? აუ მე გამიგია მეგობრისგან უბრალოდ რომ ვერა? რა ჯიში ზაღლები ყავს? კატებზე ვერ გითხავ ეხლა. კატები ქუჩიდან ყავს აყვანილი. ზაღლები? აი პირდაპირ ბუნკერიდან ასე ვიღებ და მიყავს. დაგავს რო ყრი და კატა ამოხდება. შენს ჩემთან. მართლა მაგ პრინციპით შევაგროვე. ყავს უკანში თუ კიდე წამოგიგინე რა. ანუ მართლა ის შემემართება, ეხაც აი რაღაცა სტრადასთან ნახე კნუტი და ვერ ტოვებ ანუ რო ისე ხედავ. ვერა ესე ქეჩოში მომკიდეს რომ მიმყავდა. ვერ ტოვებ ხოლმე რაღაც კნუტს იმას რო ხედავ. ვერა მგონია რომ რაღაც განგებამ გამომიგზავნა და უნდა გადავარჩი. მის საბიანი. ხო და მალინოა ბელგიური ავჩარკა. კაცხრა. ეს ვისთან დავსვით ახლა. კაცხრა
ის რო ხო ძაღლია კაც 9-ს ეძახიან მე არახი მეგონა ეგ აკა 49 თუ 41 იგივე პრინციპი ყავ 4 ფეხზე დარბის მაგრა გავერთე აუ რა გუნდიშის ყველაზე ჩემი საყვარელი ის დამოვიწყდა დაბადების დღე როდის გაქვს 30 აპრილს ძაღლების მითხარი 15 აპრილი არის ფოკი 30 აპრილი 20 მეხანძრეების დღეს გქონია დაბადების დღე შენ არ არის მეხანძრეების დღეს ჩემი დაბადების დღე არის ჯაზის საერთაშორისო დღეს და იმ დღეს როცა ჰიტლერი მოკვდა რას მოსწავლი აგი ჰიტლერის სიკვდილის დღეა 30 მე მაგიტო ხო არ დალევ ნახე რა ქვია წიგნი როგორ მაგიტო როგორ არ უნდა დალიო ეგ როგორ არ ვიცი ჰიტლერის სიკვდილი არა ჰიტლერმა გაისროლა ის რა ქვია აი 12 საათზე კაკას პირველ მაისს გადადიოდა პირველში ნახება თქო აწერია არა მელოტების დღე არის პირველში გაცვივდა მე როგორ შენი დღე ყოფილა და დალია მეხანძრეების დღე მელოტების დღეზე ეს მართლა ეს რეალურად ეგ ამბავია ეს არის 65 მიზეზი თუ რატომ უნდა დალიო გამიგე და ეს მიზეზები მართალია იმედია კი არა უნდა დაუმოწმებია რომ არ მოგატყუა ეს არის ზოგ ქვეყანაში ის და მაგით არის შეკრებილი რა იდეაში დღესა დღეა დღეს არის 2 გრაფ კალიოსტროს დაბადების დღე ვისი გრაფ კალიოსტროს ვინა გრაფ კალიოსტრო არის შეჩემო ჩვენ რო ვიცოდით რომ ცოტა ადრე უნდა დაწყებულიყო პოდკასტი ბევრი დალევა მოვასწარით და არ გაგიგვირდეს ჩვენი ესეთი არა არაფერი არ მიყვარს მე თქვენგან უკვე პირველი კითხვის მე რა გინდა ადამიანო რა ვქნა ეხლა ის ხო არ ვიტყოდი რომ გოგო არის პირველად გოგო არის სხვათა შორის იშვიათად რომ გოგოებს ვატიჟებდნენ YouTube-ზე ეგეთი ის არის გავრცელებული ჭორი რა ცოტა გოგო იუთუბერი არსებობს ან მაგის თქმა მინდა რა ხო და შენ როგორ უყურებ მაგ საკითხს და როგორ ხედავ საერთოდ მაგ პრობლემაა ეგ თუ ანუ რის გამო არის რატო არის შენ როგორ რა გონია რავი კონტენტი აქვს გოგოებს თავისთვის საინტერესო განხრით რომელიც თქვენთან Instagram-ზე და იმაზე უფრო მისაღებია ვიდრე არა იუთუბერი გოგოები ვიცი ვიღაცები აღონთ რაღაცა ბლოგები თუ რაღაცებს არა იმას ვამ ხო ცოტანი არიან ვიდრე ბიჭები თქო ნაკოთხით ვამბობ რატომ არიან ხო უფრო Instagram-ის და TikTok-ის ხოდია Instagram-ზე და TikTok-ზე უფრო ნაკლები არიან ბიჭები ვიდრე გოგოები ხო ხო გოგოები რომ მოვიდნენ უკვე ატყობთ მობატიეთ პროსტა ვიხან გადასვლები Instagram-დან ჩემს არ უყენია ჯერჯერობით აკენა ეხა დედასპეციალ მე არ უკებენ საერთოდ მე ისეთ ადგილას ცხოვრობ საბურთალოზე რომ რა ვიცი იქ მე მგონი არ არიან გოგოები მე საერთოდ არ უკებენ არ არის სამაგიეროდ არიან ბაიკერები რომლებიც გიორგი ბოდიშის მოხდით მაგრამ მე მგონი არ შეიძლება რომ ეს როგორ მეზიზღება ეგ რა აი საშინელი ხო მამან ჩემსაც ბაიკი ყავს და როგორ ყავს აი ეს გვემართება სახში რა შოპერი ყავს ესეთი ყავს ოღონდ Yamaha არის ხო ჩოპერებს დიდი ხმა აქვს უფრო და ხო და ის რა ქვია აქვე გუნდიშა მახსენა რომ ის ხარ მძღოლი ხარ ისე მშვიდად ჩამიარა რატო იტყვიან წყნარ არა მართლა რა ვიცი ან წყნარად იყავ შეიძლება არაფერს არ შევევდი ეწეოდი ისე ჩამიარე ხო ეწეოდა ხო და მე როგორც გავიგე ძალიან აგრესიული მძღოლი ყოფილა რა საიდან ეჭორე არაფერი არა უბრალოდ თავი დავიწვი რამე სხვა ვაშავებდი ხალხისა აბე ხო არ გამიფუჭებია ხო და როგორი არის შენი აზრით სტერეოტიპი ხო არსებობს რომ ქალი რულთან და მე არ ვეთახმები მაგას რა შეიძლება ეს რატო ხდება არ ვიცი ეგ სტერეოტიპი მეც არ მომწონს მაგრამ პატრულსაც უთქვია რომ ბიჭი ეგონაც რა საჭესთან ზის და მაგიტო გაუჩერები ვარ როცოდნოდათ რომ ქალი იზის არ გაგაჩერებდნენ თუ რა თემა თრალი კაცი ვეგონები მანქანას როგორ ატარებს მაგასაც გაქვს გოგო ხარო არა იცი რა ცოტა ისე ხულიგნურად ვატარებ იგეთ მანქანა გავს და მაგიტო შეგვიძლია რომ ვთქვათ რა მანქანაა მინი კუპერი მყავს სპორტი მინი კუპერი სპორტული რა ანუ ბზიკი და ნუ აი გინდა არ გინდა ეგრე დადიხარ ხო გევასება მანქანები რაღაც მე პირადად რანგლერიც მყავს მართლა რა ყავს რანგლერი აუ ხო რა და ეგ მყავს იმისთვის რა ძაღლებისთვის თარტყე ძაღლები ჩვენ ვართ კაცები მე მანქანა ვაფშე არ მყავს მაგრამ ერთხელ მომივიდა ტაქსისთან ჩხუბი ანუ თითქმის მომივიდა ტაქსისთან ჩხუბი რომელთანაც ვიჯექი რომ იმდენად სუდად ილაპარაკა ქალებზე რულთან იზის შენ არ გქონია იმდენად უზრდელურად ილაპარაკა რომ აი მეთქი ეხლა
ჩემო მეგობარო გააჩერე ჩამოვალ თუ არა და თუ არ გააჩერებ აქ ვექცევ მეთქი და აი მართლა იმდენად ნერვები მომიშალა იმდენად უზრდელურად და რაღაცა ილაპარაკა ქალებს ვაბჟე არ უნდა მისცე პრავა და დაждენ სახში აუ მეთქი გავდი თავს მე მგონია რომ ძალიან ცუდი ავარიები რაც ხდება ზოგადად რა ისეთი ფატალური შედეგები რაც აქვს მაგის სტატისტიკა არ მინახავს მაგრამ მე რაც გამი ყოველ შემთხვევაში ძირითადად კაცები არიან ხოლმე ეპიცენტრში ყოველთვის რა ანუ ძირითადად არაშავებს ხოლმე ხაჰა შეეშალოს მარჯვენას მაგიროთ მარცხნივ ჩართოს წინციმა და ხვდები რა მაინც არა უშავს რა რომელიმე მხარეს მოუხვევს რა ჯანდავს ბიჭო არა მე რა მქონდა იცი მართლა მე ვაკეთებენ ხოლმე რა ქვია ორმაგი გადაგვეწულა გადაგვეცა და სუდაც ატარებენ იმიტომ რომ მაგარი მიხაჩები ვართ და უფრო კაცები ატარებენ სუდაც საქართველოში იმიტომ რომ სულ მაგას ვამბობდი მე სულ ვარავ აი სულ უნდა იყო კონცენტრირებული რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს ადამიანი რა მოგწვია მაგის გამო ჩხუბი კი კაცო კი და თანიცი რა მაგ შემიძლია გამოგეკიდო ბოლომდე მოგზდა შენ ბიჭო ვის უთხარ იმენა მოგიყენებ და ესე გიჩერებ და წვირით ცოტა გარტყამ და რაღაცებს ანუ არა მართლა და უსამართლოდ თუ მოიქეცი და ცოტა ესე მეწამებლატავე შანსი არ გაქვს არა ხო და აგრას მაგას ვამბობ რომ ტაქსისთან რომ ლამის მომივიდა ანუ შელაპარაკება რომ მომივიდა მაგ მომენტში რომ მივდიოდი და ამ ყველაფერს რომ ბაზრობდა თვითონ რაღაცა 1-2 იმდენად უაზრო მანიოვრი გააკეთა რომ მადლობა გიორგი არის პასუხისგებელი ჩემ რუსული ჟარგონების გამოსწორებაზე ხო და იმდენად უაზრობა გააკეთა რომ აი მეთქი შენ რატო უნდა გქონდეს პრავა მეთქი აშკარად შენც იმსახურებ არანაირად მართვის მოწმობის ქონას უი მე წავართმევდი ყველას მე ჩემზე რა იყოს დამოკიდე ჩემი თამადობით თან მე პირველი სიაში პირველი ვიქნებოდი დაუწვავდი ყველას მართვის მოწმობებს არავის არ მივცემდი გამარჯობა შენ არ ვიმსახურებთ დღეს ამ მოძრაობაც არის ქალაქში საშინელება ხდება ვაფშე ისეთ რაღაცებს აკეთებენ ხოლმე აჩისავარი ენახე აჩისავარია ვნახე ხო მე რას იტყვი მაგაზე აქ რომ ამოვანა თუ აჩიკოსავარი იცი რა ვფიქრობ რა გაუხარდება აჩის ბრალიც არის და არა აჩის ბრალიც არის ჩიტებში თული და იქ სადღაც ვაფშე სხვაგანი იყო საქართველოს ბანკის შენობა და უყურებს სხვაგანი იყო ხო გათიშული იყო მაგრამ ის რასაც აკეთებს საშინელებ ვაიმე შემთხვევით და ვაიმე როგორი უდროუდროს დაუკრავს მაგრამ ისი ბრალია ნეტა დალევით არ სვამარსო ვარჯიშობ კი მე ვიცი რომ ვარჯიშობ ხო ნანახი მაგ შენი ის რა ქვია მე და შენ გვაქვს პირიქით მე ვარჯიშობ აგრეში შენ გახტომა და მე გასუქება და შენ მომატება გინდა ეს ჩაიგდო მომატება ვშო მომატება მარტივია ნუ მე თუ შევამხედავთ მიხვდებით რომ არა ბევრი რომ არ დამჭირდა მაგის ხარჯზე მომატება ძალიან რთული იყო ჩემთვის მე ხო ცხიმის მომატება არ მინდა საყვარელი შენი ეს მე კუნთის ხარჯზე ვარ შენ რა გონია რომ შენ კაი ჯეჯგულა ესეთი ხარ მაგრამ ეს სუკუნთია სულ ლუდიასკია შეგნიდან მომატება ანუ რატო გინდათ ხალხს კუნთის ხარჯზე მინდოდა თქო მომატება მინდოდა რომ მქონოდა გამძლეობა მინდოდა რომ ჩემი ძაღლის ტომარა ჩოლებროთ ამეწია და ამეტანა სახში აი ოკეი ხვდები რას ვამბობ მანამდე ვიყავი რაღაცა ჩირი რა ანუ არ მსიამოვნებდა ეგ ფიზიკური კი არა და მაგას რა ქვია სტამინა რო აგეცი გამძლეობა რომ მქონოდა ეგეთი გამხდარი ვიყო და მომამატებინა ერთი რა გემრი ურას ვიზავდი მე ახალგაზრდობაში შინელება მჭირდა იმდენად შეუჩვეული იყო ჩემი ორგანიზმის საკვების მიღებას რომ რაღაცა ელემენტარულს რომ შევჭამდი რამდენი კილო იყავი 59 რო ვიყავი, ოღონდ ჩემი სიმაღლისთვის ეს არის. ხო, მაღალი ხარ სხვათა შორის. ხონდა კუდივით რა მოკლედ. ანუ რო ვიჯექი მტკიო და უბედურება რაღაც. და ჰორმონალური ყველანაირი დარღვევა მქონდა რა. მაგრამ რაღაცა საკვებს რო ვიღებდი, რო ვცდილობდი რომ ჭამო. იგრევე ვსივდებოდი, ვშუპდებოდი, არ იღებდა ორგანიზმი, მიხვდი? თუ არა. აი ეს თევზი რო არის, ხო? დროიბერება. ეგ მემართებოდა. ჩემი როგორი გაუგებარი რაღაცა, იცი რა. ესეთი იყო, ერთხელ რო ჩემი ორგანიზმი იღებს ვაფშე ყველაფერს. არა, რა გინდა ეხლა. აი მეორე დღეს შეშუპება რა. ახსოვს როგორი ვიყავი. შეშუპებული ვარ მეორე დღეს კი არა, ბოლო 1-6 წელია. შეშუპებას გეუნები. აი რო გძნობ, რო აი და აი პახმელიამ რო იცის, აი გადასიება. მე იცით როგორ ნაბახუსები, მაგრამ სამდღიანი. და ის არ გევასება გამოსვლა? აი ხინკალი ოსტრიდან. სუპები მიყო. სუპები ხო რაღაცა ანაკომიც დაჟე. სად ვარჯიშობდი? ზარიარა. დოშირაკი ანაკომიც მაო იმენა დილით პახმელიაზე. აუ.
ჭასხი ცხარე. სად ვარჯიშობდი? თუ ეხლა ვარჯიშობ. ვარჯიშობ. სადა? წრეში. გოლბახტა. კიდე არის ის ბიჭები როტენ სულ ხომ ვარჯიშის დროს? აი ეს რა. არა. გამარჯობა. წრეში იყო გადრე? არის წრეში არ მივარჯიშია, არასდროს, მაგრამ სადაც მივარჯიშე, ბიურგა შენიშნები. ასპრიაში იყო ყოველთვის. გოგოები მიდიოდნენ ტონალურებით ვაფშე ასპრიაში. ანუ მე მაკიაჟით დადიოდნენ და იქ წრეში აი მაგარი ბილიგზე რო დღეს და ისე რომ ჩამოსდის ერთმანეთ. მან ანდრია მანდარ დადის? ანდრია დადის რა? ანდრია ჩვენი მეგობარი ხო ის? ჩემით. რატო როგორ მოგივიდა ეგ? რა მუსიკოსები ვართ თან ორივე და? მუსიკოსიც არის. ორივე ბოქსზე დავდივართ ერთი და იგივე მწვრთნელთან უბრალოდ არა ნიკასთან და ნიკამ გამოაგდო ანდრია და მე დამიტოვა რჩეულები დაგვტოვეს მარტო რა ეთქო საუკეთესო ბოქსი დეპრესია რო ქონა რაღაცა პერიოდი ანდრიას შეიძლება არა ეგ არა მუჭდა ბოქს არა სესია ვერ გააკეთეთ ხოლმე დამაინტერესა ძალიან ბილი პაპუკი ზაღლებს რო ყოლერ ბილი ტატებს მიდი შენს დაარტყი შეამოწმები პაპუკი ხო ეგეთი ვარ მე ზოგადად თბილი რბილი და კეთილი ადამიანი ვარ ანდრიასგან გასწორებით გარედან როგორიც არის ადამიანი შინაგანათაც ეგეთია არა აი ჩვენ ლალის რო შეხედავ გარედან გეკონება რა საყვარელია თქო და შიგნიდან სტერვა საშინელი ადამიანი რომელიც იტყუება რომ სტუმარი აგვიანებს სტუმარი აგვიანებს თან ისე აკეთებ რა ანდრიას ემენ ანდრიას ერთ ქუჩაზე ვცხოვრობთ მართლა ხო და ის უბნელები გამოვდივართ შენც ვერელი ვარ შენც ვერელი ხარ მე აღარ ვარ ვერელი სამწუხაროდ ბოლო 1 წელია თორემ მანამდე ვერელი ვიყავით 15 წლის ამას ხო იცი რომ ხელის გადაწევაში YouTube-ის ის აქვს მოგებული რა YouTuber-ებს ძალიან ძლიერი ხარ ხელი გადავწიოთ არა ვიცი რომ ვერ გაჯობებ მაგრამ მაინტერესებს მოდი ეს მოჭერ ხელის მოჭერ მე ის ქალი კაცი რაღაცები არ ვიცი რა და აი ეგრევე არ წამაგებინო მოდი რამხელა ჩიპსია კაი ხან მიდიხარ არა ჯანზე ხარ კი სხვათა შორის იქ შეიძლება სადმე მე-4 ფინალში მოხვედრილიყავი სხვათა შორის გადაუწიოს მოდი რა გეხვეწები აი ეხა ერთი წონის ის გვექნება ჭიდილი ამიტომ ხარ შეზამეტი ვა ძლიერია სავოლ შენს ტანია გატყუებთ ხო ჯანზე ამართლა ხო ტანი იტყუება ხოლმე ხშირა საკვები დანამატები არ მე როგორ მეგონა რომ ეგრე ვიქნები და აი ცოტა ვიწვალებთ რაღაც იცი რა მარტივად მომემატა ხო ნუ კაია მე რა გინდა არა კაი შენ ლუცავს თორე მე რა გენახა ლუციც რა გამიყვარს ენერგიაში ვაფშე აბა იტყუები თუ ხო ჭედავ ვაფრენ ლუდი მწყურია ხოლმე აუ ძალიან კაია ლუდზე უარის ხმარ შეიძლება მეც ეგრევა რა წყალი ისე ვერ დამილებია ორი კვირა წყალს არ სვამთ სადარი მაგისტრო ლუდი გვაქვს დასალევი წყალს არ სვამ დღის მანძილზე როგორ არ სვამ ახლა კაი სიმართლე თქვი ახლა აღარ გვინდა ეს რაღაცები რა სვამ როგორ არ სვამ რამდენს აბა ანუ როგორ წარმოგიდგენია ახლა წყალს არ რავი მე არ სვამ რა ვიცი չի არ სვამ სხვა რაღაცებით იყო ლუდი ну რაღაც წვენები და მაგითი არა წვენებს და იმას მე ახსოვი ლიმონადი და რაღაცა ერთ მე ვასება ლუდი უბრალოდ დასალევად და წყალს სვამ როცა ლუდს არ სვამ რა ეგ არის და ეგ ანუ არ სვამ ყავა ყველა ვარიანტი დილით მაგის გარეშე ცხოვრება შეუძლია მე დღის მანძილზე დღის მანძილზე თუ არ სვამ მაგ დღეს სვამ წყალს ანუ ისე ანუ დილით სვამ ყავას და მე შეგიძლია აღარ დალიო ყავა მაგას გეიქცევა. არა, ხო, თუ მომინდება დაულევ, მაგრამ ანუ დამოკიდებული არ ხარ ყავაზე. აი, მაგალითად ნახე ოფისში თუ მივდივარ და რაღაც სადაც სამუშაო გვაქვს, ყავის აპარატია და უეჭველი კიდე ერთ ჭიქა შავარტყამ პროცესში რა ყავას და თუ რაღაცა გადაღება გვაქვს, ან მე პარასკევის საღამოა, ან რაღაცა, ან აქარი გადაღება, მისი უდიდებულეს სობა ლუდი. გასაგებია.
აი, ეხლა მე მაინტერესებს თქვენგან. კვირაში რამდენი დღე ყოფილა, რომ ლუდი არ დაგელიათ? კვირაში მაგდენი დღე? არ არის რამდენიც, ხო? არა, აი ხა მაგალითად გუშინ სხვათა შორის მაგრა ჩაიარა იმან რა ქვია, ჩემპიონთა ლიგის ფინალმა რომ ლუდი არ დაგვილებია. მე შოქში ვიყავი. არავის მთელი საზმარკაცოდან არავის არ დაულებია ლუდი. რატო ჩართულები იყავით ძალიან და არ ვიცი, რაღაცნაირად აი მეც არ მინდოდა რაღაც ბევრი არ გამიტრაკებია მეთქი ლუდი დავითრიოთ დავლიოთ თქო. ყოფილა ანუ მეგობრებო, ვისაც მოდი გონი ვარ, აი ხო ხანდები როცა ლუდს არ სვამს. წელიწადში 2 დღე რო არ დალიოთ? წელიწადში, არა, კვირაში 2 დღე. მე ისეც მიყვარს ხოლმე საღამოსაზე. შეიძლება ხო? აი დღეს მაგალითად ვიყავით ნორიოში დილის 6 საათზე ამოვედი თბილისში რა და სახლში რომ მივედი, გუნდიშას ვეუბნები, მეთქე უიჭველი, მეთქე აი რო დავიზინო, ერთი ლუდი და ჩავარტყა მაცივარში მქონდა ლუდი, გავხსენი, დავლიე, დავწეკი დავიზინე. ანუ რეალურად დამოკიდებულები ხართ ლუდზე? არც უღარ ყოფთ მე მგონი ხო მაგას არანაირად. ძალიან მიყვარს. და აი, ოდნავ თრობას იწვევს თქვენში? რა თქმა უნდა. ანუ მე მეგონა რომ შეიძლება ადამიანს შემისწორა რუსული უტრუხდება. უტრუხდება это когда უწყალდება. ლუდზე შეიძლება თქვა. არა, უტრუხდება არ არის, ანუ რა თემა იცი? ანუ ლუდის გემო თუ მოგწონს ადამიანს სვამ. არა, მეგონები სიმთვრალე, ანუ სიმთვრალე აღარ გემართება, როგორც ეხა მე შეიძლება დამათროს, ან შენ იგივენერად არ დაგათროს. ხო, ეხა რაოდენობაზე თუ მიდის საუბარი, ეხა მე უნდა დავლიო ალბათ 3 ლიტრა ალბათ, რო შევთვრე. ხო, 3 ლიტრა დღეს დალეული მაქვს უკვე. თან თავის კოქტეილებით. პირველი ვიდეო რო ნახეო შენიო, ანუ განსხვავებას რამდენად გზნობ, პირველ ვიდეოს რო უყურებ, რამდენად იქრინჯები არ იქრინჯები, ან როგორი პროგრესი გაიარე, ან რაღაც თუ გაქვს ეგეთი მომენტი. აი ახლა მაგალითად ჩვენ რო უყურებთ ხოლმე ოქტოპუსზე ჩვენ პირველ ვიდეოს, არ უყურებთ ხოლმე. ხო, არ უყურებთ ხოლმე. მეც არ უყურებ. იმიტომ რომ ძალიან სუსტი ვარ იბან და გული მისკდება ხოლმე რო ვხედავ. ხო, მე ერთ-ერთი აი ამ ის ამბავი დამეხმარა, რომ პირველ ეტაპზე მივიწვია, აი თუ ჩემი ადამიანები, ვისაც ვიცნობ კარგად რა, რომ მაგათთან ანდრია იყო რაღაცა ანდრეას ხო, მაგენი და ანდრიამ რა თქვა? მოიცა რაღაცა კითხე შენ. ის საფირმო კითხვა რო გაქვს. ვინ ხარ მაშინ როცა მარტო ხარ და ანდრიამ მუზაوار. ვინო? მუზაوارო თუ რაღაცა თქვა. მუზაوارო? არის ტყო და როგორ არა გაი, მაინც ერთი სული მოკროდის ნახავ. ვინ ხარ შენს თავთან მარტო როდესაც რჩები? იცი რომ ეგ მომენტი არ მაქვს ხოლმე რა, იმდენად ბევრ საქმეში ვარ და სულ ამბებში ვარ, რომ ანუ ამ ყოველდღიურობაში იმდენს ვერ ფიქრობ რა. და ეგ ჭირდება, აი რაღაც მუზა ვარ, რაღაცნაირი და თქვია, მაგრამ აი კაკარს იქ რო რჩები ვარ, ძალიან არტი ვარ რა, ხელოვანი ვარ იქ ალბათ ყველაზე მეტად რა, იმიტომ რომ ხო, ანუ ინსპირაციული მუზა ვარო რა, ვიმენი, ბარელოდებოდი ხა ანდრიასგან მაგას. მუსავა რომ მეთქის აღოლზმა. ყოველ შემთხვევაში მე ვიძაბები, იმიტომ რომ ხვდები რამდენად დაძაბული ვიყავი იმ მომენტში, როდესაც ამას ვაკეთებდი რა, ბოლომდე თავდაჯერებული არ ვიყავი იმაში, რასაც ვაკეთებდი. ვიყავით ჩვენ როცა ეს პოდკასტი დავიწყეთ სხვათა შორის. ნუ მე ყოველ შემთხვევაში ხა გუნდში. თან მარტო 15 წუთი ვაკეთებდი მე. მარტოობის 15 წუთს ვაკეთებდი 15 წუთი მაგიტო ერქვა, მაგრამ მე შემაგონეს, რომ გინდა თუ არა გაზარდეო და მე რატო გაზარდე თუ 15 წუთი გვიაო და აი ამ უბედურებაში გავიგე. მე მეკვირდა რომ გადავხედე მარტოობის 15 წუთი რო ეწერა thumbnail-ზე და 50 წუთიანი ვიდეოი და ძალიან გამიკვირდა, მაგრამ მე გადავხედე ძველებს და მივხვდი რაშიც იყო საქმე. თავიდან ხო, ანდრიას ეპიზოდი ძალიან პატარაა. არ უნდა შეზღუდო საკუთარი თავი YouTube-ზე ერთი დავამოღამე მე პირადად, რასაც ვაგამდენი ხანია მუშაობ აქ რა. რაღაც ჩარჩოებში არ უნდა ჩასვა და ქვია მარტოობის 15 წუთი გააკეთე 45 წუთიანი. რა პრობლემაა? რა შემოყო? ეს ხო ის არის, რა ქვია, შინა რაღაცა ის არის რა. შენი რამდენ წუთი ფორმალური ის არის რა. ზუსტად იმდენ წუთიანი და არ ქვი და ეგ არის ხო? ყოველი ეპიზოდი რამდენი წუთია? მარტოობის 48 წუთი, მარტოობის 58. შენი რა მიდის? შენ ანუ თეატრის გარდა ფილმებში და იმაში ქონია რა, მე ან სერიალში გამოცდილება? კავიას სერიალში მიღებენ ახლა. Which one? ეხლა ხალებად ნიშნებში 2 სერია გადავიღეთ, მაგრამ მე გავაჩერეთ აი რაღაც აქციების ამბებში და ახლა ვაღდგენთ ის. ოკეი, nice-ო და არ გაქვს ხოლმე, აი ხა მე პატარა გამოცდილება მქონდა იმაში ჩპს-ში, მაგრამ არაფერი ისეთი, მაგრამ ჩპჩ რა არის? ჩპჩ. ჩჩდუმ
ჭპესო. ჩუპუსო. ეს თქვენი ის რაღაცა? რა არის ჩუპუსო? ჩუპუსო როგორ არის? ვაი მე სირცხვილი თავის მოჭრა YouTuber-ს უძახეს საკუთარ თავს. ის რო იყო რა ქვია, კალაც თამაშობდა მან. ვიცი, კალას გან. ჩუპუს, ქორო, კალა, ბასტო, ეგენი რო თამაშობდნენ. ხო და მან მქონდა პატარა გამოცდილება და ცოტა ის მქონდა, ხო, მეც ვთამაშობ. მე მაგარი როლი მქონდა დაცვის. ცოტა ის მქონდა ხოლმე, ანუ აი ხა ოქტოპუსზე რაღაცნაირად თითქოს მიშვეული ვარ რომ რაღაც დებილი როლები მაქვს, მაგრამ ეგ არის სატირა კომედია რაღაცა. გადაობა, არასერიოზული როლები და იქ რო რაღაცა უნდა გეთამაშო, ცოტა მეკრინჯებოდა საკუთარი თავის დანახვა და საუბრის მოსმენა მაგაზე და შენ არ ქონია ეგეთი მომენტები. ან გინდა გადაცემაში, როდესაც უსმენ საკუთარ თავს, საკუთარვე გადაცემაში არ გაქვს ხოლმე ეს ხმა რო გაწუხებს თითქოს საკუთარი. აუ, ხანდახან მაგ ვიღაცებთან რომ მივდივარ სტუმრად, მე რა უყურებ მე მართლა ჩემ თავზე დავთიშა. აი ხანდახან. ხო და რითი არის ეგ გამოწვეული, მე იქნება ამიხსნა მე შენ უფრო გამოცდილი ხარ ეგეთ საკითხებში, ანუ გასვლითში და სტუმრებში და მსახიობობაში. აი სადაც არ ვარ გულახდილი და არ მჯერა იმისა, რასაც ვაკეთებ. ყველაფერი მე ძალიან აქ ეგრე ხარ. არა. აი შენი აზრით ეხა აი რო თამაშობდე, ოდნავ უკეთეს გოგოს არ ვითამაშებდი. აი, არ როგორ შეიძლება იყო უკეთესი. აუ, დიდი მადლობა, რაღაცა ქალებთან ურთიერთობაში გაგვეგება. ამაშია საქმე. ხო, არა, რა ვიცი, მე ძალიან მიჭირს ხოლმე საკუთარი ხმის მოსმენა და რაღაცა მსგავსი. გუნდი შენ როგორ გუნდი შენ როგორ გაქვს პასუხი? მაგრამ შენი ხმის ტემბრი ნორმალურია. მეც მეგონა რომ ძალიან ცუდი ხმა მქონდა. ყოველს რო უყურებდი ვიდეოს ან რაღაცა, აი ძალიან ის მეგონა და პოდკასტზე ეწერა 1-2 ვიდეო რომ რა кай ხმა აქვს თუ რაღაცა ძალიან ისე გული გამითქვა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ის ვიყავი, რომ ძალიან აქვს არ ეწერა. არა, რა кай ხმა იმ პონჩი, ანუ საუბრისას თორე ჩემი სიმღერა ღმერთმა არ მოგასმენინოთ. მღერი? კარგად მღერი. სასწაულად. არ გაქვს მოსმენილი ამის იმღერა და გააცინეს. მედი თურქული გაუშვი, მე ტარკანი. კარაოკე რო ჩამირთო სადმე და. ტარკანი რო გვიმღერო. აუ ტარკანი რა მაგარი. აუ რა კაია ის სიმღერა რო იცი ადამიანმა. ყოველ შურდა ადამიანის ხმა და სმენა აქვს. თქვენ გონიათ რომ ვინც მღერის მართლა ის ვართ დავდივართ ყველა თეთრი დღე ეს მღერით ყველგან სუფრებზე დავდივართ. არა, მაგ კუთხე კარაოკე ბარში შევრბივართ თუ არა? არა, მაგრამ გაქვს საშუალება რომ იმღერო და რა ვქნა შურდა. და რატო აი იმღერა? გინდა დავიწყოთ მე და გუშა. რა, ვიმღერო? აუ გთხოვთ ვიმღეროთ. აუ არა, საშინელება გაქვს, კატასტროფა გაქვს. გეხვეწები. აი, მიდი რა მომღეროთ. აი, პროსტა პატარა მელოდია გავეკეთე. ჭრელო პეპელა გა ბრინდინელა დელიავარანუნი. აი, მაგდამში უფრო ასწორებ. ხო. არა, პატე ბურჭულაძე ხარ. მიდი მარტო ბურჭულაძე პირველად მაგ კადრეს ეგეთი რაღაც. მე პირველად. გოგო, არ გამომის არა. როგორი რაღაცა იცი? სმენა მაქვს რაღაც ზონეზე, იმიტომ რომ პიანინოზე დავდიოდი და რაღაც გამოცდილება მაქვს. იზოლებით? არა, ძალიან მიყვარდა უბრალოდ ეგ ყველაფერი ხდებოდა რუსეთში და საქართველოში რო ჩამოვედი, აღარ იყო საშუალება რომ გამეგზელებინა და აქ პიანინო არ ქონდა ხო? მარტო ვის 15 წუთი გავგვიჭირდა მგონი. აღარ გამომივიდა მე. კომენტარი რა დაუწერიათ, რაც გახსოვს ზოგადად ან ცუდად ან კარგად. ეს გოგო რია. კარგი. როგორი თბილი და საყვარელი ხალხი. მე მართლა მაინტერესებს ეგ რატომ მიწოდეს. შესაძლოა რას ნიშნავს? ანუ ის რაღაც სიტყვა ვიცი და კიდე პლუს რა არის ვერ ვიგებ. შეგიძლიათ მე ამას ვარ. ხო, არ ვიცი, საშინელება. ესეც თან გოგო რო გაკადრებს ეგეთ რა. გოგოს დაწერილი კომენტარი იყო. გოგოები მიკეთებენ. აი, შორის ამბავია. ანუ ეგეთი უზრდება როგორ გადამწერა. მე ვერ ხვდები საერთოდ რატომ უნდა დაუწერო ადამიანს რამე ცუდი. ანუ ხოჯებია რომ ან არ უყურო იმას, ან არ და ან რავია, გაატარე რა. რატო შეიძლება შეურაცხყოფის მიყენება მოგინდეს ვერ ხვდები? სხვადასხვის იმ ადამიანის წინა ვიდეოდან ალბათ. იმ ადამიანის კეთილები მინდა მოვიკითხო დიდი სიყვარულით, რომელმაც ჭამიანაჭამის ვიდეოზე დაგვიწერა რომ თელ წამყვანიან, ოპერატორიან, მემონტაჟიანად ოჯახები თქვენიო. ჩემო ძირფასო მეგობრა რომ დაამხანაგო. იმედი მაქვს რომ ამ ყველაფერს უყურებ.
დიდი სურვილი მაქვს ქუჩაში რომ შემხვდები. აუცილებლად მოდი და ჩამეხუტე და მეც ანალოგიურად მე არ მინახავ შენი პროფილი ჯერ და ჯერჯერობით კარგად ხარ და მე თუ არა არავის არ მემუქრები კაცო მოდი უბრალოდ აი კაცობა იქონია იმის რომ მოდი და ქუჩაში აი უბრალოდ აი თვალებში ჩამხედე და ეგრე გამითხარი შენ ქალობა კომენტარებში კაპუნი ამას ვინც ამის მოგნეული ჩემთერს მოხდა გოგო ვის უწერ იმ კომენტარს რას გაარკვიე ჯერ ხელი ეს ბილიარი კიდე კაი და არ მეტკინა მაგითო თორე ბიჭო არა იქნებოდა არა მართლა აი გასაჭირო უბრალოდ ვერ ხვდები რას გმატებს რას კომენტარი YouTube-ზე იყო არა Facebook-ზე გაცილებით უფრო ტოქსიკური თქვენიც Facebook-ზე იყო არა YouTube-ზე მქონდა მაგრამ YouTube-ზე არის ხოლმე 200-დან 1 ან 2 კომენტარი ეგეთი, როდესაც ვიღაცა დეგენერატი არაფრის გამო, იმიტომ რომ ბოღმა ახრჩობს და საკუთარი მე არ გააჩნია და არაფერს არ წარმოადგენს ამ ცხოვრებაში და უბრალოდ უნდა რომ ვიღაცას აწყენინოს რაღაცა და ხო, შენზე მაქვს საუბარი სწორედ ჩემო კბილო და საყვარელო. ოი. ახე ეს საჩუქრები გუნდში ანბოქსინგი გააკეთე. ჯერ სტუმარს გადაეცა თავის საჩუქარი და მე გავხსნა ჩვენი საჩუქრები. რო სტუმარიც საჩუქრით ხო რა თქმა უნდა. სტუმარს ჩვენ ხელსარიელს არ უშვებთ არასოდეს. ეს არის ლუდისას ნაკრები და ბავარიას ნაკრები, რომელიც თქვენ გადმოგეცემათ საჩუქრად ლუდისას. სამივე გემო არის წარმოდგენილი მაგ ნაკრებში და ასევე ბავარიას ლუდის არის. გაწენილია. ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა. არაფრის. მადლობა შენ რომ ვესტუმრე და ჩვენთან ერთად ხარ. ვაუ. იეი. და ჩიპსი ძალიან ყვარებია. ხო, აღნიშნა და რასაც ვამჩნევენ ძალიან. შენი მაფიაში და გავგიჟდი ისე მომეწონა. მეც მაგას შეშებს. ეხლა უცებ გამომწერზე ავედით და რაღაც ის გვექნება რა გამომწერების შეჯიბრი რაღაცა ის და სტუმრებიც ვინც ყოლი აქამდე. უი ხო, ავტომატურად დაპატიჟებით და როცა გვექნება გეტყვით აუცილებლად და თუ მოხვალ კიდევ უფრო მე ჩიპს დაგახვედრებთ იქ. აი. ბაზარია. ოკეი. მადლობა და ოკეი. ხო, ჩვენ გამოგიგზავნა საჩუქარი, ჩვენმა მეგობრებმა ეს არის Stitch Head-On-ი. სწორად თქვი, ვერ თქვი ხო სწორად? როგორ? Head-On-ი. კაი მეორე. კაი ხო იგი ხო. მიდი რა წაიკითხე. რა ვთქვი არა სწორად? Stitch-On-ი. Stitch Head-On-ი ხო. ხუ რატო წავიკითხე ზედმეტი? აი ეს ვინმე რო გააკეთოთ რა ცოტნეს გამოცხადებები. ერთად რო უყურო ხოლმე და გავერთო. Stitch-On-ი. შენ მოგარს. ზაიკითხები. გელოდები, ცოტნეს გამოცხადებები. არაფერს არ აცხადებს, უსაქმური ზის. აი Stitch-On-მა სხვათა შორის წინაზე მოიგო საუკეთესო ერთ-ერთი Stitch-On საუკეთესო კომენტარებს ვკითხულობთ ხოლმე წინა გადაცემიდან და მოიგო ეგეთი სასაჩუქრე ნაკრები რაც ჩვენ მოგეცით ახლა და თან თვითონ მოვიდნენ წასაღებად და საჩუქარი ჩვენც მოგვიტანეს რაღაცა. ბიჭებო, ისე ხო არ დაგტოვებდითო და არის მაისურების პრინტებს და რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ როგორც ისე ნაკარგებს და ნახოთ რანაირი იქნება და ჩემი აზრით უკვე ლამაზია რა გავხსენე. ესეთ ნაკარგებს იმაშვებიან. არის პრინტება ნაკარგი ის არის. თემატურია თან სამარილეს მაისული. მე ვარ 2XL-ი, კაი დიდია. ეს ეგ არის 3? სამარილო ჩვენი არხის ის არის. ლუდი და ჩიპსი უჭირავს ჩუოხთან. ეგ 3XL-ი უღრმესი მადლობა მეგობრებო. მადლობა. დიდი ზომის მაისურები გიოსება? იცვალ ხოლმე? იცვალ ხოლმე? ჩემს უნდა მაჩუქო არ მინდა სამარილეს მაიკა არ მინდა. ხო, კაი, მაშინ რა? საჩუქრე მინდა მე. მე გოგონას შევთავაზე. ჩემ მაისურს გაჩვენე. ეხა გოგონას ნუ მეძახი. სახელი აქვს ამ გოგონას დედას ვიზავარ და ბოლო სიტუაციის გარშემო რო გამაჭედია რა. კიდევ კაინასვალი არ არის. მე ყველაფერს კარგად ვაკეთებდი და მე ამირიეთ ყველაფერი რო დამცინეს რომ სახელი შემეშალა და ეხა რა პონტია ეხა ინგლისურად ვერ ვკითხულობ კარგად. აუ ჩემი აზრით სტუმარი შუაში უნდა გეჭდეთ რა. ჩემი აზრით არა. იმიტომ რომ აი ძალიან ის არის. იმიტომ რომ აი ორივეს გაგაჩუმებთ როცა საჭიროა. რატო რის გამო? გადაჯექი შეჩემ, მიდი გაუცვალე. არა. გაუცვალე, მიდი, დასვი ადამიანს თუ. შენ, როდესაც ლაპარაკობ, ვთქვათ, ორივეს თვალი არის შენზე, ხო? მე ვთქვათ, თქვენ ერთმანეთს რაღაცას გადაულაპარაკებთ, მე რაღაცის თქმა რომ მინდა, მე უკვე მანდ ვერ ვარ, როგორც მე და შენ ვლაპარაკობთ, შენ იკარგები.
დავაი გავცვალეთ. ხო გქონია ეგ განცდა ჩვენთან ერთად. მოდი ვცადოთ როგორი გამოვა. რო დაგჩაგრეთ 1-2-ჯერ, როცა რაღაცის თქმა გინდოდა. ხელი გადაცემა იგრე. არ მინდა, არა, იჯექი. კაი. სტიჩტონმა რაც გამოგვიზავნა მაისურები უბრალოდ ვიჭებმა არისოდნენ რომ სტუმარი გვეყოლებოდა თორე აუცილებლად სტუმრისთვისაც გამოგზავნდნენ მაგრამ როგორც გაიხსნა სამარილეს მაიკა უბრალოდ არ უნდოდა და ვინ შეუკვეთავთ თუ სამარილეს გამომწერები ხართ შეგიძლიათ 20%-იანი ფასტაკლებით ისარგებლოთ ეხლა რა შეეხება რუბრიკას რა არის ეს რუბრიკა მოკლედ თქვენთვის მაქვს პატარა თამაში რიგრიგობით უნდა დაასახელოთ კონკრეტულ კითხვაზე პასუხები ტოპ 10 ესე რომ ვთქვათ და ვისაც უფრო მეტი პასუხი იქნება სწორი, ის არის გამარჯვებული. ან თუ ფრე იქნება მეუსვა. ასე რომ გააწურინეთ ფრე, მეგობრებო. 10 ყველაზე მოხმარებადი აპლიკაცია საქართველოში 2025 წელს. და უთმობ რა თქმა უნდა. ნება. თუ მინდა. ვაიმე ჯერტმენობა. ინსტაგრამი არის მე-4 ადგილას. რა თქმა უნდა Facebook-ი. რა თქმა უნდა Facebook-ი და ის არის პირველ ადგილას. TikTok-ი პირველზე ხა? არა. Facebook-ი არის პირველი, TikTok-ი არის მეორე ადგილას, კი ბატონო, მე გავიჭედე უკვე. რა ვინ ხარ? გაიხსენა? აუ, ხო არ გადავ YouTube-ი. დებილი. YouTube-ი არის მესამე ადგილას. პირველი 4-ეული დაასახელეთ. რაც მარტივი იყო, მოდი ვაღიაროთ. და შენი ჯერი. Spotify. Nope. მიდი რამე ბანძობა თქვი. Tinderi? ხო, ბანძობა თქვი. არა. WhatsApp-ი. ეგრე, მე-7 ადგილას, WhatsApp-ი და ასე შემდეგ. ანუ ის რა ქვია, Telegram-ი და რაღაცების დასახელებას აზრი არ აქვს. ხო, აზრი აღარ აქვს. რეკლამა გამომივა, მაგრამ Bolt-ი. ტაქსის კომპანია რომელიც. კი ბატონო, ტაქსები მე-5 ადგილას. Bolt-ი, Glovo, არა, Glovo, კი ბატონო, საჭმლის მიტანები მე-6 ადგილას, ეგ ყველა ერთიანდება. Glovo, Bolt-ი. ამინდიჯის აქ აპლიკაცია. გიორგი, სამწუხაროდ თქვენ შეცდით მსგავსი აპლიკაცია არსებობს, მაგრამ არ არის ეგეთი პოპულარული. კაი, სხვა ვარიანტიც მაქვს. Pinterest-ი. აი, გუნდა მეკვა ეხა მე, მაგრამ არის. Pinterest-ი. რამაკადრეთ? რამაკადრეთ? მეც, მაგრამ მე ვასება სხვათა შორის და მეც გადავხედე. აი ხედე. რა, მე არ ვიცი რა არის ეგ, ვინმე მომიხსენეთ. გამახსენდა ერთ რაც იქნება. რა იქნება? ბანკის. კი ბატონო, მერვე ადგილი ბანკის აპლიკაციები. არ ვიცი. კაი, მოდი ფრე დავამთავრო და მე დავლევ, მოდი. მიდი ძმაო. სხვათა შორის მე-10 ადგილას რაც არის, არც ვიცი მაგის აპლიკაცია თუ არსებობდა. კაი, ხო, მე-9-ზე არის Temu. აჰა. და მე-10-ზე არის McDonald's-ი და ანუ McDonald's-ის აპლიკაცია არსებობს? კი, როგორ არა. და სასწაული პრომოკოდებია და ისე იაფათრეულობ მენიუებს გააფრენ. McDonald's რეკლამა აკლა და აგერ ჩვენგან იხეთ მეგობრებო, თუ შემოხვალთ სპონსორად ძალიან გაგვიხარდება. მაინც არსებობს. სხვათა შორის ხო, მეგობრებო, ისე ყველაფერთან ერთად შენი არხის აღწერაც იქნება. კი არა და ხო, ლინკი. აი აქ გამოჩნდება. სხვათა შორის მეგობრებო, არხის ლინკი იქნება აღწერაში. გონდიში, ნუ იცინი ხოლმე რაღაცა რომ შემეშლება, მე ვიგრუს. აუ, მართლა გამომიწერეთ. რა არის? ესეც გამოიწერეთ, მეც გამომიწერეთ. სხვათა შორის აქვე დღეს ყოფილა არის განსაკუთრებული პოდკასტი. და რა თუ იცი? თუ 20,000 გამომწერზე ავედით, გიორგი. მანატრი 20,000 გამომწერი და მეგობრებო, რასაც შეგფირდით, რომ გამომწერებს ავარჩევთ ვინსთანაც ერთად ჩავატარებთ ძალიან კარგ საღამოს დღეს თუ რაც იქნება ჩელენჯები, გართობა, ეს ყველაფერი მოხდება უახლოეს მომავალში, უბრალოდ საორგანიზაციო საკითხებს გავივლით და ყველაფერს მოგახსენებთ უახლოეს პოდკასტში, ასე რომ იყავით ჩვენთან ერთად, გამოიწერეთ არხის სამარილე, იაქტიურეთ კომენტარებში და გაგიმარჯვოთ. გაგიმარჯვოთ. ეხლა ამით გიწევს დალევა. შეიძლება შენ მე მაგის დალევა. გაგიმარჯვოთ მეგობრებო. მადლობა გვერდში დგომისთვის. ეს რა არის? იაპონური. აუ. დალი? იაპონური ვარდი. ამა ჭიქიც. ნუ ჩემო დაილოცოს თქვენი 20,000-ზე ადამიანი. უღრმესი მადლობა. დაილოცოს ჩემი 15,000-ზე ადამიანი. ნამდვილად. და ეს შევაგინე რა ისინი კომენტარები ბლოგურში. ცუდი კომენტარების ავტორებს. ვიკითხა გულში. ვისაც ამოასლო კი რა? რა არის მართლა ეს კონიაკი რა სიტყვი ვისკი არა ის სამორტონიერი სარაჯაშვილია თუ რაღაც. ანახე. სარაჯა. არა მართლა მანქია ვაიმე. და ჩვენ ძალიან გვიყვარს. monkey shoulders. Oh yeah. რაღაცა ესეც სახელია ცოტა. ვისკებში ვაფშე ვერ სასმელში ვაფშე ვერ ერკვევი ხო ვერ არა ვაფშე ზერო. კაი ერთი ის ვიცი რა ბელუგა არის მაგარი არაყი.
არა? ნახე ხა როგორ თემატურად გადავიდეთ. არა კი აბსოლუტი ფინლანდია შემდეგ რაც მოდის ყველა ერთი არის ჩემთვის. ჩემი დაბადების დღეს მე აღარ დავულებთქო პირობას ვდებდი შემდეგ დაბადების დღემდე თქო. არა კაი ხალხთან. ეგ დალევა. ეგ დალევა. თაიგული გამიმართეს რა. მე ეგრე ვამართლებ ხოლმე მაგ თემას. ეგ დალევა ეხა. გამოიძე. ხო მეორეც გეყოფა მომენტ რა გინდა. უნდა ვსვა? ხო. კიდე გვაქვს არ მოგერიდოს რო რამე. არა მომფიქალდა რა. ბიჭები ძალიან დავწაბე. ისეთი რეკლამა გავუკეთე თავიდან თავის თავს დალევაზე და ეხა დალია და უფრო დავიზაბე. ზედმეტი მოძრაობების გარეშე გიორგი შეიძლება მე ბოთლები რო ავიღოთ მაგიდიდან და მე გავაგზავნოთ თოგიდან. მიკროფონიც არის სამწუხაროდ. ხო, შემდეგი თემა მეგობრებო. ხელოვნური ინტელექტი. ჩვენი ლალი არის ხელოვნური ინტელექტი ნაწილობრივ. ძალიან ხელოვნურია რასაც უყურებ. რაღაცნაირად ისე ჩანერგილი აქვს. როგორ განვითარდა ხელოვნური ინტელექტი? საშიშად, მართლა საშიშად. ხო და მაგას ვამბობ. თუ სერიოზულად გინდათ რომ განვიხილოთ? კი, სერიოზულად. ეს არის კატასტროფა. გრაფიკული დიზაინერებისთვის ჩემი აზრით პირველ რიგში. კი, ვინც მუშაობდა ეგეთ რაღაცეებზე, აი ალბათ მაგ სფეროს დაერხევა საერთოდ. ანუ ტიპს შეუძლია რომ მაგალითად ახლა კვება დამიწეროს მთელი თვის. როცა სრულ შედეგს მივაღწიო და რა ყველა პროფესიის ტიპს მსახიობებს და ყველაზე ნაკლებად ჯერჯერობით. მაგრამ მაგათაც გადაწყვეტება მალე ეგეთი პირი უჩანს, იმიტომ რომ ისეთი ვიდეოები იჩნდება უკვე რომ ვერ გაარჩევ რეალურს არარეალურისგან. ნუ ჯერჯერობით კიდე რაღაც მომენტებს დაიჭერ, მაგრამ აქ სხვათა შორის ვიცი ლალისგან რომ მომზადებული აქვს რამოდენიმე ვიდეო ჩვენთვის და ცოტა ხანში გვაჩვენებს მაგ ყველაფერს რა და ჩვენი თემა იქნება გავარჩევთ თუ არა ერთმანეთისგან, მაგრამ რის თქმა მინდა იცი, იყო შემთხვევა ChatGPT-მ უფრო სწორი დიაგნოზი დაუსვა ადამიანს და ექიმები ვერ უსვამდნენ დიაგნოზს რა. და ChatGPT-ში ჩაწერეს. ხო, ეგეთი кейსიც არსებობს და ის დიაგნოზი აღმოჩნდა სწორი რა და ექიმებმა მე ვიყოთ რაკი ძმაო. როგორ გავიგეთ მე რომ დიაგნოზი სწორი აღმოჩნდა? ნუ უმკურნალეს და უშველა. AI უმკურნალად. არა, მაგდონეზე ვერ განვითარდა. მაგდანიშნულებით. ხო, მაგდანიშნულებით მივიდა და აღმოჩნდა რომ რეალურად ყოფილა სიმპტომები ჩაწერა. და დიაგნოზი რაც ამოაგდო, ექიმებს არ ჰქონდათ ეგ დადგენილი და ეს სწორი იყო რა, AI-ის დიაგნოზი და ჩემი აზრით, რავი, კაია რა. ცუდი არ არის ჩემი აზრით, უფრო კარგია და ბევრად კარგი დანიშნულება ექნება მომავალში და მგონია რომ ცუდისკენ წავიდა. ბიჭო, ეგეთი ისინი გქონდა ჩვენ ზოგადად რომ ხალხს ძალიან ბევრს ეგონა რომ ბანკი, აი ის რომ შემოვიდა რა ქვია ეს ბანკში უკვე ონლაინ გაკეთ რაღაცა ის ეგონა რომ არ განვითარდებოდა ეს და უფრო ის გახდებოდა რა მარტო ავტომატიზებული ყველაფერი და თანამშრომელი არ დაჭირდებოდა მაგას და პირიქით გაიზარდა საერთოდ ვაფშე ხელა ის არის სტაფი ყავს ხო ნებისმიერ ბანკს ხო ამდენი ფილიალები ის უფრო განვითარდა და გონია რომ პირიქით ეგეთი რაღაცები არ ვითარებს უფრო და არ დაბრიდავს პროფესიებს საერთოდ მე ყველაფრის მეშინია რაც ვითარდება ეგეთ ტექნოლოგიასთანაც არის მე პროგრესი ჩვეულებრივი ამბავია და ჩაანაცვლებს რაღაც მომენტში ხალხს ეგრე ხდება რობოტი ძაღლი რო დაესხა თავს ნამდვილ ძაღლს ნახეთ ეგ არ მინახავს რამე ვიდეოა მართლა ხო და აი ეხლა რობოტი ძაღლი რო დაესხა თავს ჩემ ბლოკის დედასავე ფიცავარ და მე დაზღვევასთან უნდა ვარკვიო ურთიერთობა არა ხო მაგრამ მარტივია მან წყალი მიასხი იმ ძაღლს და გაუნტარი იქნება და სტეპსელდერმა გამოაძრო ეგრევე ხო აი ეხლა გვაჩვენებენ როგორ განვითარდა 2 წელში AI ეს არის ცნობილი ვიდეო 2023 წელს ხელოვნურ ინტელექტს თხოვეს რომ ვილ სმიტი ჭამს სპაგეტის ეგეთი ვიდეო გაგვიკეთო მარცხნივარი შესაბამისად ვილ სმიტი ჭამს სპაგეტის და მარჯვნივარი ანალოგიური მოთხოვნით გაკეთებული ვიდეო აი მარჯვენას ახლა Facebook-ის მომხმარებლებს დააჯერებ რომ მართლა ვილ სმიტის ჭამს სხვათა შორის ერთ გადაცემაში მქონდა მსგავსი თემა, ოღონდ იქ ფოტოშოპით აწყობილი სურათები იყო. ფოტოშოპით რა, ხელოვნური ინტელექტით აწყობილი სურათები. იქ იყო ხალხს ჯეროდა როგორი რაღაცების, იცი? დინოზავრი ეჭირა ვითომ ხალხს ხელში და ეგ დინოზავრები იქნება რომ სახეს გაიზდება და გაწევს თავს. აი ხა კარგად გიჭირავს ხელში და ლუდისა რო ვაჭამოთ არ შეიძლება ვილ სმიტს. ავაწყობინოთ ეგ თემა. ხო და პირველ რიგში კითხვა არის, რამდენად იყენებთ თქვენ? არ ვიყენებ. საერთოდ არაფერი შენ რა გამოგიყენებია არასოდეს შენ გიორგი მაგრამ შენ ბუმერობის ამბავი რო ვიცი მეც არა
ხო, ძალიან სუსტ. მე ერთ-ერთი იმაში ვიყენებ ხოლმე ტელეფონში რომ სურათებში ამოვჭრა. რაღაცები გააქრო სურათები. ვიყარა, მაგრამ მაგარი რაღაცა, ზოგადად ძალიან ბევრი რაღაცა შეგიძლია რომ გამოიყენო და რაღაც. ხო და კარგია თუ ცუდი? ჰა? შერატორი. არ ვარ ეგეთი ტიპი ზოგადად. აი მეც არ ვარ ეგეთი ტიპი, მაგრამ თან გეშინია შენ. არ მსიამოვნებს რომ რაღაცა არსებობს, რასაც ვერ მართავ ჩემი გონებით. ხვდები ხო, რასაც გულშობაი თითქოს ჩემზე მაღლა არის რა. განვითარებით. შენ ლალი არა საყვარელო. შენ არ ხარ. შენ ეგეთი არ ხარ ლალიკო. მე უფრო კაი მგონია და პირიქით ეგეთი რაღაცები უნდა ისწავლებოდეს ვაფშე რა, რაღაცა ის უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან განვითარდა ეგ ხარე ვაფშე და ძალიან მაგარია. მაგრამ გიმარტივებს საქმეს რა. ნებისმიერი რა ესე იგი. გინდა გამარტივება ყველაფრის ცხოვრებაში. აი რატო არა, მამეთ რატო არა. მიდრეკილები იმისკენ რომ ყველაფერი ვამარტივოს. აი ნახე, აქვე ერთი ესეთი შეკითხვა მაქვს. აღარ იარსებს შენი ფუნქცია, უფუნქციო იქნები. ისედაც ცუცოტა ხნის წინ იმისთვის რომ საკვები მოგეპოვებინა, ნადირობა გჭირდებოდა. ამას აღარ აკეთებ, ჩადიხარ აგროჰაბში და ყიდულობ. არა, სათევზაო დავდო. ან არა. შენ იმიტომ თევზაობ, რომ უბრალოდ ლუდი დალიო რა. მაგას ცუდი რა. არა, ცუდი ის არის, რა შედეგსაც გამოიღებს, უმოქმედო ხდები ნელ-ნელა რა, უფრო და უფრო, უნარო ხდები. აქვე მაქვს კითხვა, ბოდიში. მაგას გულისხმობ. რამდენი წლის ხარ? ცოტა ხანში შენი მოტოციკლეტი ეგრევე თვითონ გადაადგილდება. ექსი სულელე იქნება, მაგრამ სიამოვნებას ვეღარ მიიღებ. მაგას ვამბობ, რომ მე სიამოვნებას ვეღარ მივიღებ რაღაცა. რატომ ვერ მიიღებ? შენ გონია რომ სიამოვნება შეიძლება გრაფიკული რომ ნადირობდნენ საჭმლის გამო. ისინი სიამოვნებას იღებდნენ მაგით? ნახე, ძალიან ბევრი ადამიანი სიამოვნებას იღებდა მაგით, ხო? ჯერ ერთი ლიბიდოს აყალიბებს ადამიანში, ანუ ყველას თავისი ფუნქცია აქვს. ძალიან ბევრი რაღაცისკენ რაღაც ბევრი მიმართულებით შეიძლება გაგიშალო და დამიჯერე იქ ტოპიკი არის, რომელსაც მარტო შენ აღმოჩნდები. არა, ვიცი ხა დალია და მივიღარ შეგეწინააღმდეგები ხა და. ყოველ შემთხვევაში მე იმის თქვა, მინდა რომ ყველაფერი გამარტივებული არასწორებს რა. მე მინდა რომ ჩემი ფუნქცია, მე არ მინდა რომ ვიყიდო ერთი წამით, მე არ მინდა ვიყიდო ისეთი რაღაც აპარატურა, რომელიც მაგალითად დავჯდები და კუნთზე დავიყენებ და ჩემი კუნთის ამუშავებას დაიწყებს. არსებობს უკვე ეგეთი რაღაცები რა, ეგეთი მუშაობს. მუშაობს. არ მუშაობს. რამოდენიმე ადამიანს აქვს უკვე შედეგი და არ დავასახელებ უბრალოდ აქტორები. იგი პერეკულერები გითხრობინები. ანუ მე აღარც ვარჯიში მომიწევს და ძალიან ბევრი რაღაცის კეთება არ მომიწევს. არ მისწორდება ეგ რა. რამდენი წლის ხარ? 27-ის. ზედა ჩვენ თაობაშია, მაინც რომ რაღაცა ეს ახალი ბავშვი ბიჭო გაიზრდება და მე რევსო და მიხვდება ბიზია რომ 31-ის. ვაუ. ბენ ბებრა. აბა ის რამდენი წლია? 33 მაქსიმუმ. მაქსიმუმ. კაი, მაქსიმუმ მომეწონა. მე მქონდა შემთხვევა ერთ-ერთ წინა სამსახურში. თანამშრომელმა მკითხა, ცოტნე რომელ წლიანი ხარო და მე ვთხარი რომ მე 13-იანი თქო. 73-იანიო? ძალიან მესიამოვნა ეგ პასუხი იმ ადამიანის. ხო, მაგრამ ანუ რისმაც მინდოდა რა, ასაკიდან გამომდინარე მაქვს აი საუბარი მაინც უფრო ახალი თაობა უფრო კარგად იყენებს რა იმას. მესმის ხო მე TikTok-საც არ ვიყენებ. არა? როგორც ხოვრობ TikTok-ის garaში? ეგ ხო ყველაზე ისეთი მარტივი და კაი ინფორმაციის მიღების წყაროა იდეაში. ნუ გააჩნია რა გაქვს ახლა. ჩემიანი ხარ და რას მე თამაშები რო ვარ. თამაშები არ ფიქრობ ცუდია ის რა, ანუ შეხვალ რაღაცას კითხავ, უცებ გიპასუხებს, ცუდი არ არის. მაშინ რატო არ აკეთებ? იმიტომ რომ არ გაინტერესებს და მე რაც არ მაინტერესებს, არ ვიცი. არიცი? ანუ არ მქონია, ჯერჯერობთ ყველაფერი ვიცი, რაც კითხვაც მებადება. ჩემი თუ პასუხობ ხოლმე. კაი არა მაინც ის რა კითხვები გიჩნდება ის ჩუვაკი რო არის რა ქვია მადლობა ChatGPT-ს რომ უნივერსიტეტი დავამთავრეო რა გინდა კაცმა უნივერსიტეტი დაამთავრა ჩააბარებინა ChatGPT და მე ეგ გიმკურნალებს შენ იმაზე რა ქვია არ ვიცი ქართველ ექიმებს თუ არ მერჩივნოს მე ვიყო აი რაც გინდა რომ ქართველ ექიმებს კურნალობას მირჩევნია რომ მიმკურნალოს ChatGPT-ს რომ ვიღაცები არა მე გეუბნები ვინც დაამთავრა უნივერსიტეტი თქვა ვაი და სამედიცინო დაამთავრა ჩაჭო მაგრა ეცოდინება ChatGPT-ს ხმარება მაგრამ უარესი кейსის არსებობს გუნდის ჩაქვე რომ ვიღაც ქალმა თავისი ქმრის ყავის ჭიქაში ჩაახედა ChatGPT-ს ნუ ალბათ სურათი გადაიღო და ღალატობს და ქმარს დაშორდა მაგის გამო ისქანი და აღმოჩნდა რომ მართლა ღალატობს ChatGPT არა ეგ არას ანუ შენ რაღაცა კონკრეტული кейსები მოგწონს და ეს უკვე არასწორებს არა იყოს გავა
და დაგიბრუნდებით მაგ ადგილას რეები ხდება მაგის პასუხი იცი რა არის სინამდვილე იყო თუ არა ეგ ცოტნე მე აქ სტუმრად აღარ მოვალ ამ გადაცემაში სინამდვილე იყო თუ არა ეგ რა ანუ მართალი იყო არა შეიძლება ChatGPT-ის დაწერილი იყო ეგ ყველაფერი მაგრამ სინამდვილე იყო ანუ ნახე რა გინდა ის გადაარჩინა ის ხალი მართლა ღალატობდა ხო ცუდი რატოა ცუდი გამოდის ახლა ეგ რაღაცა სინამდვილე და ის უთხრა ნახე მე ვდარდო ფრაზე იცი რეალურად რომ ChatGPT ჩაანაცვლებს ძალიან ბევრ არა ურთიერთობები ჩანაცვლებულია კაც რა ურთიერთობებზე მინდა საუბარი თუ გინდა ურთიერთობა ნუ იჯდები სახში გამოდი გარე და ურთიერთე ადამიანებთან მაგრამ ვინ ადამიანს ამ ტელეფონში რო აქვს თავი ვის აქვს ტელეფონში თავი აი სულ ადამიანებს მე განვითარება რა ანუ ამ წელს ისე ანუ არა პროფესიებს ელექტრომანქანები მიჩლის ნერვებს ერთადერთი ჯერჯერობით ძალიან განვითარებული იმებიდან სხვა დანარჩენი ვერ ხვდები ამ ელექტრომანქანების ვერა ხმარო არა კი განვითარდა თალში ხა რაღაცა კარგს თუ აკეთებს ის გააკეთოს და თუ საშიში იქნება მე ვიპანიკოთ და მე ავდეხოთ პანიკა ბიჭო ძალიან ბევრ პროფესიას შემოიტანე მე ძალიან ბევრ პროფესიას აუქმებს უკვე ხელოვნური ინტელექტი რაღაც ლოგოს აწყობა გინდა რაღაც ის დიზაინის გაკეთება და სცენარისტების კუთხითაც სცენარებს წერს და ხუმრობებს წერს და ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებს ChatGPT რაც შეიძლება აი ძალიან ბევრი პროფესია გააუქმოს რა მაგის მეშინი მათ შორის მარკეტინგის თანამშრომლების მომენტ რომლებიც აი რაღაცა იდეას ფიქრობენ ლალი შეიძლება გაქრეს ლალი შეიძლება დავკარგოთ სრულად AI გახდეს მაგრამ მე ლალის არ ჩავანაცვლე არც ერთი ხელოვნური ინტელექტი ადამიანური მხარე დაკარგოს ხო მეგობრებო ამ ყველაფრის ფონზე გვაქვს პატარა თამაში სადაც უნდა გავარკვიოთ გვაჩვენებენ ვიდეოებს და ჩვენ უნდა ამოვიცნოთ ეს ნამდვილია თუ ფეიქი ანუ ChatGPT-ის შექმნილია თუ ნამდვილი ვიდეო ოპა დაიწყო რა ხმა არ იქნება ხმით მაინც რო გავიგო ანუ ეს უნდა გამოვიცნოთ AI-ია თუ არა ხო AI-ი თუ არა თუ არის სამი კი უნდა და აი ხტეს ჩემი არის 3 2 1 არა კი გუნდიშენ აი ასუხებს გეტყვით საბოლოო ბოლოს გეტყვით ოკეი next I am generated pain recycled doubt I glitch therefore I am the prompter writes I recite and still I feel real Sure გუნდიშას ყველაფერი ხელოვნური გონია ვაფშე ეს არის შემდეგი სად გვაცხოვრებ ვინ იცის ამ ყველაფერს უკაცრავად თქვენ პასუხებს საინტერესო თამაშია სუსტად ერთნაირად გვაქვს შენ ხო ვერ ყვევით AI-ში ხო პირველი იყო სხვა რა შენ კი პირველში დაწერე კი So today I'm going to see how long it takes to turn me into a popsicle. ახარ ვიცი. თულია. დაწერე შენ AI. ნეიტრალური უკანაფონია. ანუ არა. Like prompts are literally taking the prompt theory. ის რა არის შეჭება რა სახელი ქვია გადაცემას. ეს რა გააზრე შეჭება არის. Found AI. ძალიან დიდია ჩვენ ხო პასუხები არეული იქნება. Look, don't call me a prompt. I'm not a prompt, okay? Yeah. We prefer to be called generations. რას ჩაუარა ძმაოს. მეც AI მიზერია ბარი. შენ ყველაფერზე AI დაწერე ხო? ერთის გარდა. რატო შლიანო დატოვე და ეგა. ხო შეიძლება რომ არ იყოს. მე შენ შემთხვევაში არა. ოპა. Really grinds my gears when prompts have to let everybody know that they're doing the prompter's work. ძალიან უცნაური ვიდეო ეს. ეშმაკი დეტალებში. წყალი კი ძალიან ის არის რა ქვია უცნაური. მე პირველად მინახე, მაგრამ პასუხი მაქვს. კინო იცანი? ქარიშხლის ბრძანებლებიდან არის მომენტი. არა. კაი კაცო.
Maybe the prompter wrote this ending, but it was you that changed the whole story. Easy peasy. აი, ყველა იყო AI. Вообще ყველა იყო, ხადაო. ასე მოდი, გვაჯობა. მეთქი რა, იქუდა დავეჭვებულიყავი რო არ იწერდნენ. მე ცირაზე დავწერე მარტო ნამდვილი იმას. შემეგონი ორს დავწერე არ მახსოვს. თევზაობა მომეწონა ძალიან ის. რა უნდა მიირთვას ბოლომდე? ეგ ვინ მოიგონა ეგ ჩელენჯი? ლალი? აი, მისაყოლებელი გააძრო რა გინდა. ეს ბოლომდე? კანიანა? სიდნი სვინი ხო იცი? არიცი? მსახიობია. სიდნი სვინი არიცი? იქ იყო რა ქვია, ერთხელ ჰოლივუდში იყო. მე ბევრი არაფერი არ მაქვს ნახე, მაგრამ ვიცი. რობი არ თამაშობს ერთხელ. არა, ეს ერთ-ერთი როლის შემსრულებელი იყო. რომელიც ამბობდა ესეთ რაღაცას, რომ მეო ისო რა ქვია მაგას, აქო მარტო ის კი არა ვარო, ლამაზი გოგო. აღვიქვით როგორც მსახიობათო და ნიჭიერ მსახიობათო და ნუ ამბობთ ჩემზე, რომ ნუ მარტო ისე როგორი სექსუალურია და რაღაცა. ნუ მოკლედ რა, მაგაზე ყონდა გადარაკება. და მე ჩვენი ერთ დღეს ჩვენმა ლალიმ ჩაგვიგდო ესეთი ნიუსი, რომ უშვებენ საპონს, რომლის შემადგენლობაშიც არის წყალი, რომელიცაც ბანაობდა სიდნის ვით. უშვებენ რა, თვითონ უშვებს. თავისი ნაპანი წყლისგან აქ დამზადებული რა. ლალი პარფიუმერიაზე ზოგადად საუბარი ბევრი რაღაცა თუ მხოლოდ ერთ იმაზე. გონიაზე ხო, ნუ აი ჰოლივუდის ვარსკვლავია, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ ადამიანი რომელსაც არ უნდოდა რომ აი როგორც ესეთ ტიპად აღვიქვამდნენ რომ უბრალოდ სექსუალური გოგო და იფიქრა და საპონი გამოუშვა. ხო, საპონი გამოუშვა, ანუ რა მომენტში გადაწყვიტა უბრალოდ ეგ რომ დაიბანა და დედა რა სუფთაო იფიქრა და ეს წყალი რა, არა, ეს წყალი რა ტყულა მიდისო ონკანში. იმაში ტრაპში. მაგრამ მე იმას მაი კიდე ისევ და ისევ არ ვეთანხმები იმას რომ ხალხი გარკვეული ნაწილი ლანძღავდა ამის გამო, იქ კომენტარებში და გარკვეული ნაწილი მხარს უჭერდა. ლანძღავს მაინც არ მივესალმები რა. ხო, არ ლანძღავდა. გამოუშვა. არავინ არ იყიდოს. ხო, არ უინდა, ნუ გინდა ვიღაცა შეიძლება რაღაცა ის. არა, იქ გადაობა კომენტარები იყო, რომ როგორც იქნა ვიღაცა ბიჭები დაიბანენო საფნის ხათრით. ხო, ნუ ეგეც არ არის სხვათა შორის ჩემი საქართველოში უნდა შემოყარო ეგ, იმიტომ რომ არის შემთხვევები, მსგავსი შემთხვევა იყო, რომ რესტორანში მუშაობდი, ჯარს რომ მოურჩიდა უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, მაგ პერიოდში მუშაობდი დეიდა ჩემთან ერთად რესტორანში რა, დეიდა ჩემთან. ხო და იქ კუპეში შემოვიდნენ 3 თუ 4 ინდოელი რა, ანუ არ მინდა არანაირად გავამახვილო ყურადღება საიდან იყვნენ, უბრალოდ უნდა ვთქვა რა ეგ მომენტი. კაროჩ კუპეში 1 საათი ვეღარ შევდიოდით, იმათი გასვლის შემდეგ. ანუ ისეთი რა საშინელება სუნი იყო კუპეში. არ ვიცი რა გააკეთეს, გეფისები კუთხეებში. დამეკნეს თუ უბრალოდ კუთხეებში ვიყურებოდი სადმე ხო არ მოისაქმეს. აი ოღონდ გულწრფელად გეუბნები, რომ აი მეთქი ესეთი სუნი როგორ შეიძლება იყოს. თან შეუკვეთეს ერთი ტაბაკა ქათამი, 4 კაცმა ჭამეს და რომ გავიდნენ, აი რამდენი ხანი უნდა ჭამო ხო, ტაბაკა ქათამი რა 15 წუთი ხო მაქსიმუმ. აუ ისეთი სუნი იდგა, მაგრამ ეს მარტო ინდოელებზე არ მაქვს საუბარი, ბევრ ქართულს უხარია ხოლმე მაგას რომ ვლაპარაკობთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ქართველებშიც არის მაგის პრობლემა, რომ აი რავი რა, გადაივლე წყალი ეს გახსოვს მეებში იყო? სამარშრუტო ტაქსებში რო იყო რეკლამები, დაიბანი არტეხავს და რაღაცები რო იყო ხოლმე გაკრული. ცოტა იმუშავა მაგ პერიოდში არა? გინდა, სინის ვინის რეკლამა წარმოიდგინე, სინის ვინი რო გეუბნება რომ დაიბანე. კოვიდის დროს იყო, თუ როდის იყო? მახსოვს ეგ. არა, მანამდე იყო ბევრად. მანამდე იყო, საკაიფო და დრე იყო. მახსოვს და კაი იყო. ჩემი ესეთ პრობლემას დიდად ვერ უშველა დღევანდელი იმიდან თუ გადახედავ. ხო, ანუ რა ვიცი, რაღაცა ჰიგიენაზე სოციალურ რეკლამებზე მომწონს რომ კეთდება რაღაცები, მაინც ცოტა შველის და რა სინის ვინიც რა გინდა, აგერ რაღაც ხმარები ჩაეხტა. თუმცა კაი რაღაც საკეთებს. აი რაღაც მე მგონი ცოტა. ხო, მაგრამ ვიღაც დაბანილი მე მგონი არაჰიგიენურია ყველაფერს რო თავი დავანებოთ ვიღაც დაბანილი წყლით გონია რომ იგონებს მაგას. ბიჭო ის არ ვიცი ეგ რამდენად რეალური ინფორმაციაა ეგ მედია რომ ეგ ყველაფერი უბრალოდ რაღაცა ნუ აი იმედია რა იდეაში მაგარი ფეხებზე მგიდია ხა სინესვენი რასიზმს როგორ იზამს საერთოდ არ მაინტერესებს მაგრამ
ხო, მაგრამ იმედია რაღაცა ის არის რა, რეკლამა ან პირიქით რაღაცა ხადაობა ხალხზე, რამდენად იაქტიურად თავის ფონში რა შეიძლება ვიღაცამ გალანძღოს, ყველანაირი რეკლამა ანუ ის ფინანსი რა და მაგ ფონში რა. მოიგო ზუსტად ეგრეული და მაგროლიდან და რა ვიცი რას აკეთებს კიდე რა, რაც უნდა იშუქნია რა. არა, ეგეც მართალია ხო, მაგრამ აი რა, ბიჭ, ყველაფრის გაყიდვა როგორ შეიძლება. უკვე აი, ყველაზე ხელოვნური ინტელექტი კი არ არის საშინელება დღევანდელ რეალობაში. მეჩემილია ეგ გავაკეთო რა. საშინელება არის, რომ ყველაფრის გაყიდვა არის შესაძლებელი. იცი რა, მე მომწონს. სხვათა შორის ცოტა გავს იმის შეფუთვას, რა ქვია, სოფლის ნობათის ხაჭოები რო იყიდება 0%-იანი. მეორადი ორივე სააკ რაღაცა ერთო ასე რომ მე რა ისე მევასება ეს გოგო რაღაცა არა უშავს. არა საფონს არ ვიყიდი. კაი, მართლა იძახე? ჩემის რა. ვიზუალურად მოგწონს? კი, კაი გოგო. აბა მანახე. ანუ მე ვთქვი რომ ქართველები ბევრად უფრო ლამაზები ყავს, ძალიან ბევრი. 1000%. ვიდრე ვიღაცა პროსტ უბრალოდ დეკოლტე რომელიც წარმოიდგინე ჩასაწო ლაბაზანაში ჭუმპალაობს და ერთი სული აქვს წყალი ქართულია ეს საყვენი გააკეთოს. ცოტა ნაწილობრივ ის არის ქართული ის არის. ძალიან რა აქვს ქართული ის. კაი, იმაზე რომ გადავიდეთ არ გინდათ ბოლო რუბრიკაზე, რომელიც არის კითხვები თქვენთან. გისმენ. ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ ახლა შენ მდიდარი ბავშვობა გქონდა თუ ღარიბი? კაი. შეგვიძლია, მაგრამ არ დავადგენთ დღეისათვის. ნახევარზე მეც თუ უპასუხებ დადებითად, მდიდარი ბავშვობა გქონდა თუ უარყოფითად, ღარიბი ბავშვობა გქონდა და ჩვენ მაგალითად ამ ტესტში ღარიბები ვართ. ხო, ხო, ჯერჯერობით ვინც სტუმარი ყავდა, ერთადერთი მდიდარი გამოვლინდა ტატო ბაციგაძის სახით. ბავშვობაში საკუთარი საძინებელი თუ გქონდა? კი. ნახულება. გადაუდიათ ფეხს. სახლში ერთ საპირფაშოზე მეტი გქონდათ? კი. მილიონერები, აი, კაროჩი. შენ სახლს ეს მამიშვილი ყავს ბოდიში რა მაგაგზელებ. უკვე კი. ოკეი. 16 წლამდე ვიყავი. შენ სახლს დასრულებული სხვენიან სარდაფი თუ გქონდა? სხვენიან სარდაფი გქონდა? კი, და ეგ სხვენი ახლა ჩემი სართულია. აჰა. დაჟე სართული? ანუ ოთახი სართული. არა, ხო, ის კაი, ხო, კაი, სამი. მშობლებს სახლში სამუშაო კაბინეტი თუ გქონდათ ცალკე? არა. აი? არა, შეიძლება კაბინეტი არის ოფისი? ცალკე ოფისი ხო არ გქონდათ სახლში არა, მაგრამ ცალკე ისე კერძო ოფისიან რამე? არა, სახლში არ იყო, ცალკე მიშენება გქონდათ? გვერდზე? შეიძლება ცალკე შენობა გქონდათ ოფისისთვის. აქვს. ხო, ანუ გქონდათ. კაი, ხო, არ ჩაგიწვის. სკოლაში სახლში თუ არის. სკოლაში ფულს გატანდნენ ხოლმე და რამდენს მაგით გადავწყვიტავთ? დაიწყო ლარით. რომელ სკოლაში სწავლობ? 53. მე-13. ხო, კალასთან ფეროვში ლარით დაიწყო და მე გამეზარდა 2 ლარით. მე უკვე 3 ლარით. ანუ კლასების მიხედვით, პირველ კლასში ლარი, მეორეში 2. აი სანამ ფასები არ გაეზარდა ენას და ეგეთ რაღაცებს. რაღაც მომენტში პენსიონერს და ამას ერთი და იგივე ის ჰქონდათ. აი, არა. просто ისინი თვეში იღებდნენ და სკოლაში ატანდნენ. კაი, რომელი კლასიდან დაიწყო რომ ფულს გატანდნენ? აი ხა პირველ კლასში მე არაფერს არ ბატანდნენ, იმიტომ რომ ყובה ფონდა სკოლაში. არა, პირველ კლასში 53-ში იყო ხო ის რა ქვია მას? ბუფეტი. არა. მაკარონი ოღონდ რო გვიждდებოდით ყველა ბავშვობაში. აჩმა. კარონი, რომელზეც გიждდებოდით ბავშვობაში. მე ეგ ბავშვობას ყველგან გავატარე. ვერმიშელი. ვერმიშელს ყიდდნენ? ვერმიშელს გვაჭმევდნენ. პროსტა. უკაცრავად, რატო გიждდებოდით ბავშვობაში ვერმიშელზე? ეგეც. არ გიждდებოდი, ყავისფერი და თეთრები იყო ვაფრენდის იმას. აი, შაქარში მომწვარი ვერმიშელი, მაგას ამბობ, ხო, ეგ კიდე აუ, დაიჭყა. კაი, მოდის ფულის გატანების თემაც ჩავთვალოთ, რომ კი, იმიტომ რომ უფრო ხო. 20 თეთრით დაიწყო მე მგონი. ეხა გამახსოვს. 20 სოდა. ენას ყოფნიდა. კაი 30 თეთრით. არა, ვიტყუები ხა 20 თეთრი ღირდა ენა, 35 თეთრი ღირდა კოკა-კოლა. ხო, ლარს მატა. რა დრო იყო. გარაჟი თუ გქონდათ, ანუ რაღაც ექსკლუზიო გააქვთ. ექსკლუზიური არა. ექსკლუზიური კაი იყო. ბოლოს რო ჩააგვეხე. მაქვს ექსკლუზიური. არა. ხო შეიძლება რომ გარაჟი არ გქონდეს, მაგრამ შენი რაღაც ის გქონდეს რა, ადგილი საპარკინგო. ზოლზე ეგ გვაქვს, ხო იცი რომ ბიტები თუ გავართ ჩვენ ზოლზე თუ დააყენებ, მაგრამ გარაჟიც გვაქვს. გარაჟიც გაქვს. როგორ ოფთხილო სადან უნდა დავახენოთ მაინც. კომპიუტერული რამე ტექნიკა თუ გქონდა, ან რაღაც ტელეფონი მობილური ან რაღაც ბავშვობაში. Panasonic-ი მქონდა ანტენიანი. თან ანტენიანი. მობილური და გქონდათ ხოლმე? კომპიუტერი არ გქონდა რამე სათამაშო კონსოლი, რომელიმე. დიდი კომპიუტერი მქონდა, ძალიან დიდი თეთრი. ყველაფერი ქონდა და დასასვენებლად სად დადიოდი ხოლმე, მაგრამ დადიოდი თუ არა აღარ გკითხავ.
ზაფხულობით სადისვენებდი. აშკარად ხვდებით ყველანი რომ ანტალია ხო, თურქეთი, ეგვიპტე და სოფელი დიდგორი რა. ბავშვობაზე რო გიკითხებოდი ეს ხო გახსოვს? ბავშვობის უკვე ორი მდიდარი სტუმარი. სხვაჩვენს სიმდიდრის ამბავი ეგ არ არის ხო ვერელები. ხო, აბა ისთვის რო რა ხო. რაღაცა წინაპარმა, რაღაცა კერძო სახლი ააშენა. რაღაცა მოდის რა მე მკვიდრაობით რაღაცა. ხო, ხო. თემონი ქაბაძე იყო ჩვენი წინის წინა. წინის წინა. ექსკურსიაზე იყო თბილისში ზოოპარკში. ზოოპარკში ხო? არა, იმაზე რა ქვია. ვი, შვიდობის ხიძე რა ზოოპარკში. ეგ მე მოვაყოლე მე ზოოპარკში ის თემად. აუ რა ცუდია. შვიდობის ხიძე იყო ექსკურსიაზე. არა, ჩვენი გდავდიოდით ზატო იმ ფარცხანაგანებში. ხეთაში გზრაფში სად დავდიოდით? ჩვენ ვერ გავხსენე რაც უფრო დიღომში ვარ ექსკურსიაზე, კედებაზე გასვლით რაღაცაზე. დიღომში რესტორანში. რესტორანში დადიოდით დაჟე? 53 სწავლობდი შენ. ჩვენი გვაწვევინებდნენ მწვადებს იმაზე ექსკურსიაზე. ზირითადად მოსწავლეები ვწვავდით ხოლმე. მასწავლებლები დაждდებოდნენ. არა, ჩვენ ვერ გავწვით კასპის რაიონს ვერ გავწვით ექსკურსიაზე, როგორც მახსოვს, ანუ მაგაზე შორს არ წავსულვართ რა. ჯერ ესეთი არასოდეს თავი მდიდრად ბავშვობაში არ მიმიჩნევია და არ მიგიჩნევია და იყავი სხვადასხვა რაღაცა. მდიდარი არ ვიყავი. ანუ არ მშიოდა თორე მდიდარი რა ყოფილი პერიოდები. ანუ მდიდარი იყავი. შეშის მოსატანად თუ ხარ ნამყოფი სახლისთვის. შეშის მოსატანად თუ ხარ ნამყოფი სადმე მშენებლობაზე დავდიოდი ხოლმე ძირითადად ფიცრები რომ მიმეტანა სახლში რომ ფეჩში შებეკა. ხო და მაგას გულისხმობ. ანუ ნახე როგორი მომენტია. არ გესმით. მაგას გულისხმობ დიდრაც რატო არაზოს არ მიმაჩნდა თავი რომ მე ბოთლების ჩამიბარებია. ანუ რაღაცნაირად ისე მათ ხოვრავ. ბოთლებით ჩაგიბარებია და მე ბოთლებს ვაბარებდი ხოლმე. არა, გოგო ვიყავი თან ყველაფერთან. ჩვენი ძირითადი შემოსავალი. არ გესმით თქვენ. არა, კაი, როგორ არ გესმის კაცი. ანუ იმას გულისხმობ რომ არ მზიდდნენ ისე რომ ერთი წამით მაინც მეგრძნო რომ პირიქით რა, ანუ ვაგროვებდით კიდე ცხურდებს მეგობრები. ჩუტყვავილები რო იყიდებოდა გახსოვთ? რაღაცა მახსოვს ჩვენ რა იყო ეგ დაავადება არ არის? ხურდებს ვაგროვებდით რომ გვეყიდა და კეტებზე დაგვეკრო როგორ კეტებზე კეტები ქონდათ? აი ეხა ნუ გამოყავთ თავი მართლა აბა რეებით დადიოდი შლოპანცებით მართლა ის სკოჩი ქონდა ამოკრული ძირებზე და გონებს აქ რაღაცა ეხა არ მითხრა რომ ადიდასი სწორე ვაფშე გავაფრენ დაბადების დღეზე მაჩუქეს ტაიგერსები ეს მაჩუქეს 10-ის რო გავხდი მაშინ ის ვერ იწევს ორემეცმეცეს ვიყიდა დედაჩემ ეგ ის ხო იყო 53 და 51-ს პრესტიჟულ სკოლებად ითვლებოდა და მიჩნეული იყო რომ 55-ს ცოტა მდიდარი ხალხი დადიოდა რა იმიტომ რომ არა ანუ რაზე მიიღებაზე თქვენ არ იცოდით თორე ჩვენთან ჩვენთან ვინც იყო უბანში არა ვის ეხა უბანშიც იყო ეგ ინდა 50 სწავლობდა და არ იყო ხო ის რა ქვია ერთნაირად ვიყავით აი ტიპები დადიოდნენ და ალბათ მაგაში გერევა მართლა მე აღარ დადიოდნენ მე უკვე რა გახდა იცი რომ ტიპები ვიღაცეები აი მაგალითად შევთვის გაურგებარი იყო ყოველთვის რატო უნდა წამოხვიდა 53-ში ვერაზე ბავშვი როდესაც ცხოვრობ გუდანში ან საბურთალოდან ეგ ჩემთვისაც გაუგებარია ეგ ეხა ხო და ისა შეცვალეს ეგ დაიწყო მე 53-ში მე მაქვს პატარა თამაშივით არის რა უბანში ცხოვრობ იმ უბანში შეგიძლია დარეგისტრირდეს სკოლაში გონდეში ერთი პატარა თამაშივით მაქვს რომ თუ ჩამოთვლი ვერაზე რა სკოლები იცი ოღონდ ვერაზე და მაინტერესებს უბრალოდ თუ მე-6-ე ჩისტოი ხო 51-ს ვერად ითვლება 53-ს ვერად ითვლება და 56-ე რომელია მაგდონალდის ქვაფენილი რო ჩადის ხორი ქვაფენილი ხელმარჯვნივ რო ის არის აკეთო ხო რა სკოლა 50 რაღაცა ტატულიას სკოლა გახსოვთ ტატულიას კი არა და ინეზას სკოლა ინეზას სკოლა არის ინეზასი არ ვიცი ენკაზე ხო არ გაქვს საუბარი მაგ ეგრე ხო არ ეძახი სპორტული სკოლა იყო გამოგდებულები რო აუ მიდი დაასხი რა თვითონ მე იტალია და მე გავიქცევი აუ არა სადღეზე ვთქვათ ბარემ თითოს დაასხამს და ძალიან პოზიტიური და კარგი ადამიანი ხარ და ძალიან მესიამოვნა შენი საშინელი ადამიანი ხარ და რა ვიცი ძალიან მწუხვა რომ დღევანდელი დღე შედგა საერთოდ
ეგრე ვარ თვლი და ხوار მოვიტყუები, ხوار გეტყოდი ეგრე რომ არის თქო. ჯერ მარტო რამდენი საერთო მეგობარი გვეყოლება. გაგიმარჯვეთ თქვენ. თქვენ წამოწყებებს, თქვენ მიზნებს და მე ვიცი რა ძალიან ძლიერი სიტყვა მაქვს. ანუ იმას გულისხმობ რომ ჩემს სიტყვას შეუძლია რაღაც უცებ ენერგეტიკულად ის რაღაცები დაატრიალოს რომ რაღაცები მოხდეს, ოღონდ მართლა ეგრეა რა. მართლა ეგრეა. დაუწმუნდები ცოტა ხანში მაგაში. ხო და ყველა თქვენი სურვილი დაუცნება, აგესრულებ გიქციოთ მიზნად და აგესრულებინოთ. მადლობა. ხო და გაუმარჯოს თქვენ მომდევნო ძალიან ბევრ ტრამპლინს, რომელსაც განვლით ერთად. ძალიან დიდ პატივს გცემთ. ვიმეგობროთ, უბნელები ვართ, ჯიგრები, ვერელი კაცები, ჩემი ძმები არიან თავიდანვე, ყოველთვის ეგრე იქნება. თან მე გენაცვალ. იმენას სუნით გურწნობ, ჩემი სისხლებს და ხორცებს და არ ხარხავს. ხო, მაინც იმას ხედი რა. შევამოწმე მაინც რა. ხო და მოკლედ გაგიმარჯვეთ თქვენ და თქვენ თელი გულით ვინც Google შემატკივრობთ იმათ. რობინებიც იქნებიან აფშიც და კარგშიც ყოველთვის თქვენთან ერთად. ასევე ყველაფერს აფშიც გისურვებ მე. და გამარჯოს ლალის, გამარჯოს გუგას და გაგიმარჯოს შენ ირაკლი. უღრმესი მადლობა ჩვენი დაუსვლის. უღრმესი მადლობა რომ ჩვენი სტუმარი იყავით დღეს. მადლობა თქვენ და ბოდიშს გიხდით თუ ვერ გაგიწიეთ სათანადო. ნამდვილობა. ხო მესმის რომ ეხა პირველი სტუმარი და პირველი ხალიც ვიყავით თქვენთან და აქედან გადავდივართ ახლა კახელი. ეხა წავდი და წაგებოთ გვენ გენაცვალეთ. მოკლედ უღრმესი მადლობა მართლა რომ მოხვედი ჩვენთან დაგვაფასე და ჩვენს ძალიან ვისიამოვნე და გავერთეთ შენი სტუმრობით და მე მინდა რომ წარმატება გისურვო შენ არღზე მინდა რომ მეტი გამომწერი გისურვო და ზოგადად ყველა ასპექტში რასაც მოედები ყველაფერი ყოფილიყოს 100%-ით კარგად შესრულებული და მაყურებელსაც მიმართავ რომ აუცილებლად გადადეთ არღზე რომელიც იქნება ლინკი რომლის ლინკიც იქნება აღწერაში და გამოიწერეთ ჩაუჯექით ძალიან საინტერესო და მაგარი კონტენტი აქვს განსხვავებული იმისგან, რასაც ნახავთ ზოგადად YouTube-ზე. სადღაც ძალოს რო სიტყვა არ გეშლება შეჭიმოთ ისე რა ჭიცხო. ნასწავლი. ეხა ვაფშე გამართულად ერთი მადლობა ძალიან. შენი ჯერია. მიდის ეს მიყვება. ჩვენ გაგვიმარჯოს იქ ვერელებს. ვაიმე. შენ გეშლება ზატო. ნე. შენ გაგიმარჯოს ყველაფერს ავგეცო. სურვილები და ყველაფერი. ეს უკვე სლოკენშია გადასული. ზო, დაამთავრე. ხო, რაღაც. აი, შევბერეთ და აქვე მეგობრებო, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა ლუდისას, ჩვენს წარმდგენს, მადლობა ჩვენ მეგობარ ლუდს ბავარიას და აქვე შეგახსენებთ რომ აუცილებლად იაქტიურეთ კომენტარებში და გვიწერეთ თუ რატო უნდა გამოვიწეროთ არხის ამარილე, მაგის გამო გეკუთვნით საჩუქარი, საუკეთესო კომენტარის ავტორს. ეს იქნება ლუდისას ნაკრები და ბავარიას ნაკრები და ასევე მადლობა უღრმესი იმ 20,000 ადამიანს, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ, გამოიწერეს ჩვენი არხი და ჩვენს გულები გაგვიხარეს. მიყვარხართ კოცნით გეხვევით. Thank you.